მივესალმებ მაყურებელს, შეგახსენებთ ჩვენი მხარდამჭერია სოკარი. გთხოვთ არხი გამოიწეროთ, ვიდეო დაალაიქოთ, იმიტომ რომ დღეს ყავს განსაკუთრებით იუთუბერებისთვის გაეხარდებათ შენი სტუმრობა, ირაკლი კეკელია, ცოდნის პორტალის ავტორი. მივესალმები მაყურებელს. ხო, რომელსაც ვინც არ იცით, ალბათ ცოტა ასეთი აქვს არხი საგანმანათლებლო ესე დავარქვათ. შემეცნებითი უფრო ვიდრე საგანმანათლებლო. შემეცნებითი პროსტორი იქნება. ძალიან ბევრ თემაზე და ძალიან კარგი და ესეთი ინფორმატიული ვიდეოების ავტორი ხარ და ვცდილობ. როგორ მიდის საქმეები? კარგად, იმაზე უფრო კარგად ვიდრე მეგონა რომ წავიდოდა, იმიტომ რომ თებერვალში რომ შევქმენი არხი ცოტა სხვა რიცხვებს ველოდი წლის ბოლოს. ხო. და ანუ 36,000 ხარ ახლა გადავწყვი ასე ვთქვათ, ხო. კი, შვენიერი ძალიან კარგი შედეგია აღწერაში, ვიდეოს აღწერაში მითითებული იქნება არხი და აუცილებლად დაასაბსკრაიბეთ და ადევნეთ თვალი. რატო გააკეთე ეს არხი? საიდან წამოვიდა ამის იდეა? არხის იდეა ძალიან დიდხანს იყო დაკონსერვებული გონებაში რა. შემეცნებითი მიმართულების მქონე არხი, მანამდეც მქონე არხი ალიანსი იყო, ესეთი არხი, სადაც ვპატიჟებდი იუთუბერებს, რაღაც მარტივ კითხვებს უშვამდი წიგნებიდან, ფილმებიდან, კომპიუტერული თამაშებიდან. და იდეაში თავიდან ბოლომდე კოლაბორაციებზე იყო აგებული და ეს არხი, ამ არხის იდეა გაჩნდა, ანუ ამ არხის ასე ვთქვათ ფუნდამენტები სულაც არ იყო ის მიმართულება, რაც დღეს მაქვს. სულ სხვა რაღაც მქონდა დაგეგმილი, იმიტომ რომ რაღაც საკუთარ თავში რაღაცეების ტრანსფორმაციის ის მქონდა პერიოდი და ვიფიქრე რომ მეთქი მოდი მაყურებელსაც გაუზიარებ, რაღაცეებს ავუხსნი, ვასწავლე, თუნდაც ჩემ შესაბამებზე ისწავლიან და ასე შემდეგ. მე უკვე მიმართულება შეიცვალა ალბათ სადღაც აპრილი-მაისისკენ, როცა რამდენიმე ისეთი მიმართულების ვიდეო ბრწყალებში გავარდა, რაც პრინციპში ვიცოდი რომ გავარდებოდა, მაგრამ რატომღაც მეგონა რომ არ შეცვლიდა მიმართულებას, მაგრამ მე ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ რომლები იყო შედევრი? ერთი იყო ჩერნობილი. ხო. ჩერნობილის ატომური იმის კატასტროფა, ეგ იყო ერთი და მეორე თუ სწორად მახსოვს ფუკუსიმა იყო. და აი ამ ორმა ვიდეო მე უკვე განსაზღვრა ბევრი სხვა რამ რა, ანუ მე სამომავლოდ როგორ წავიდოდა არხის მიმართულება. ის გეგმები ისევ მაქვს. აი მაგალითად გეტყვი დაახლოებით რას გეგმავდი. ერთ-ერთი კი არა, პირველი ვიდეო დავდე ბუჯოზე, Bullet Journal-ზე, ვინც არ იცის, კარგი ხელსაწყოა, რომელიც გეხმარება ყოველდღიურ რაღაც ტასკების დაგეგმარებაში, გეგმების გაწერაში, მე რამდენად შეასრულა ეს. იდეაში თავიდან ბევრად უფრო კარგი იყო. ეხლა იშვიათად ვიყენებ. ანუ ეხლა უკვე ჩაწერას უფრო დიდი დრო მაქვს, ვიდრე რაღაცის მოფიქრებას რა. ხო და მინდა რაღაც მსგავსი რაღაცეები გამეზიარებინა მერე. გავაზიარე, კი არა და განვიხილე ერთი წიგნი, რომელსაც ერქვა როგორ დავივიწყოთ, არა, ატომიკებიც იყო უბრალოდ რა. ატომური ჩვევები, საინტერესო წიგნი იყო, ბევრ რაღაცაზე დამაფიქრა. და რაღაც გარკვეულწილად ეს სამაგიდო წიგნივით არის, რომელსაც ხშირად შეიძლება მიუბრუნდე რაღაცების გასახსენებლად რა, თუნდაც იმის გასახსენებლად, რომ ჩვევა განსაზღვრავს იმას თუ რა ხარისხს დადებ თუნდაც YouTube-ში ან ნებისმიერ სხვა საქმეში რა. ხო და აი ვფიქრობდი მაგალითისთვის ტესტოსტერონის ტესტის გაკეთებას და მე ბუნებრივი მეთოდებით ბუნებრივია, რამდენად შევძლებდი 2-3 თვეში ტესტოს დონის აწევას. რაღაც გავს. ეს ყველაფერი დაიწყო იმის ფონზე, რომ ვიყავი 96 კილო და ზონაში დაკლება რაღაცა საკუთარი თავის ხელში აყვანა, დაიწყე. ეს როდის იყავი? თებერვალში. თებერვალში მოწონად იყავ. კი. და დაიკელი? 16. როგორ? დიეტით. მარტო დიეტით, ვარჯიშის გარშე? ვარჯიშ. არა, ნუ ალაგ ვარჯიშობდი. თუმცა ისე ინტენსიურად ვერ, იმიტომ რომ დიეტაზე ვიყავ. მაგრამ თებერვლიდან ამ პერიოდამდე კი არა. კროსფიტი თუ გიცდია? ალბათ ყველაზე ისეთი მიმართულება არის, რასაც არ ვიცი, შეიძლება ყველაზე ნაკლებად ვცადო რა. ხო, მე ის გავხდი, სექტანტი გავხდით, ჩემი ცოლი კროსფიტი. აი, კალისთენიკის მიმართულება მომწონს ძალიან. როცა საკუთარი სხეულის წონით აკეთებ ყველაფერს, მგონია რომ ბევრად უფრო ესთეტიურია მაშინ, როცა ფლოპ შენ სხეულს და არა ის, რომ უბრალოდ ვიზუალურად ლამაზად გამოიყვება. კი, მესმის. მაგრამ ძალიან დიდი ძალა ჭირდება მაგას და კი. მერჩის. ხო, მე შეგაწყვეტინე. ხო და მოკლედ მიმართულება იყო თავიდან ეგ დაგეგმილი. და მე უკვე როცა რაღაც ეს ჩერნობილი გავარდა იქ ფუკუსიმას ტრაგედია, კიდევ რამდენიმე ისეთი ვიდეო მე მგონი ერთ-ერთი იყო ზოდიაკო.
მან უკვე მივხვდი რომ ხალხს ძალიან აინტერესებს რაღაც რაც საზოგადოდ ტკივილია ასე ვთქვათ რა და მან ის გათვლა არ იყო რომ მოდი ხალხის ემოციურობაზე ვითამაშებ უბრალოდ მივხვდი რომ შემეძლო პლეილისტებად დამეყო ჩემი არხი სადაც იქნებოდა შეთქმულების თეორია კრიმინალური ისტორიები უშუალოდ შემეცნებითი ვიდეოები რომლებსაც მე მგონი ჩემთან ახსე რომელსაც ცოდნის პორტალი ქვია ყველაზე ნაკლები ნახვა აქ და მე უკვე იმ აქ ყველაფერმა განსაზღვრა არხზე რას დავდებდი მაგრამ ის თუ რას ვდებ და მე როგორ არის შეფუთული ეგ უკვე დროსთან ერთად მოვიდა ვინმე რომ ნახოს თუნდაც ამ წლის თებერვალში დადებული ვიდეო და მე უკვე თუნდაც ახლა დეკემბერში ალბათ თებერვლის ვიდეოებს აღარ გააგრძელებს და ბოლო 5 თუ ჩაუზდება ხო ეგ ვცდილობ რომ რაღაცა დავხვეწო რაღაცა მონტაჟის ტექნიკების და რაღაცებიც ანუ ვთქვათ ეგ ინფორმაციის მოძიების ამბავი და გააკეთო და რაღაცა YouTube-ის ასე ვთქვათ სტილი მაგრამ მარტო ეგ არა თუმცა ის რაც თავის დროზე მქონდა გეგმაში ისევ მაქვს უბრალოდ ახლა ამ ეტაპზე უფრო მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან ვიდრე მანამდე მოვითხოვდი და რაღაც გარკვეულწილად და მაგალითად ერთი ვიდეო მაქვს ამერიკულ პოლიტიკურ კულტურაში რამხელა გავლენა აქვს კომიქსებს და ანუ 60-იანი წლების პერიოდი არის ატომური ენერგეტიკა რო ვითარდება როგორ ბრჭყალებში აპრავებდნენ სუპერმენით ატომური ენერგიის დადებით თვისებებს და ასე შემდეგ ეგ რომ დღეს გადამეღო ალბათ ბევრად უფრო მეტი ნახვა ექნებოდა და ბევრად უფრო ბევრი ადამიანი გაიგებდა იმას თუ როგორ იყენებენ ну ხანდახან კარგისთვის, ხანდახან ცუდისთვის, პროპაგანდისთვის, სხვადასხვა პერსონაჟებს, წიგნების გმირებს, კომიქსების გმირებს, ფილმის გმირებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია არა მხოლოდ ამერიკაში. ну ეგ თავისთავად. ძირითადად არის კრიმინალურ თემაზე არის ყველაზე მეტ ნახოს აწაგროებს და ყველაზე მეტ ინტერესსაც იწვევს. ალ კაპონეზე მაგალითად, ესკობარზე ესკობარზე ეგრე სალვადორის ციხეზე რაღაცამდე ახლა ამ ეტაპზე ყველაზე აი ბოლო 10 ვიდეოს შორის ყველაზე მაღალ ადგილზე ანუ უფრო დაბალზე ანუ პირველზე გადის დიატლოვის უღელტეხილი რაც არ არის კრიმინალი რაც არ არის კრიმინალი ხო ნუ ეგ ხალხის დაინტერესება ეპსტინის კონსულზეც მე მგონი ტოპებში არის ეპსტინის კონსულის ვიდეო ისიც კი ვიცი რატომ და რის ხარჯზე გავარდა. რატომ? ეპსტინის კონსოლზე რო დავდე ვიდეო, დავდე საქართველოს და ვიღაც თამაში იყო არ მახსოვს ნაკრების. იმასაც კი ფიქრობდი, დავდო თუ 1-2 დღე მოვიცადო თქო რა. მაგრამ დავდე. და მაგის დადების მერე ტრამპს და ილონ მასკს შორის დაპირისპირება დაიწყო და მასკმა ეპსტინის კონსოლის ამბებს ამოგიქეკავო და უცებ აი ესე წავიდა. არ ვიცი, ეგეთი ორი დღის წინ რა მოვქეკეს რაღაცა მართლა დაიდო რაღაცა. კი, მართლა დაიდო ორი დღის წინ, მაგრამ აწე უკვე ახლა მაგ საკითხს ნახდა აღარ მინდა რომ მიუბრუნდე, ანუ არის რაღაც ისტორიები, რომლებშიც გეტყვი მე როგორ ვარ მონტაჟის დროს. ცოტა ისე უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ აი დოჩანაშვილს როგორც აქვს რა, შეგიძლია რომ მეფეც იყო და ვეზირიც, შეგიძლია რომ რობინ ჰუდიც იყო ერთდროულად, ანუ მაშინ როცა წიგნს კითხულობ ის პერსონაჟი ხდები, ვინც არის რაღაც მთავარი იმ კონკრეტულ სიუჟეტში გმირი რა. ამ ვიდეოში ახლა დიატლოვს როცა ვიწერდი, მეც მციოდა რა. ანუ ეხა ეს ძალიან ისე ვიძახი, რა თქმა უნდა, ჰიპერბოლიზირებულად, მაგრამ ხო და მაშინ როცა იმ გერმანიაში რა ექსპერიმენტებსაც აკეთებდნენ, ძალიან მიჭირდა ის ინფორმაცია მე ხო იფილტრება YouTube-ზე ხო ყველაფერს ვერ დადებ. ხო. კადრების სცენები, ფოტოები, ისეთ რაღაცეები არის, რომ ნუ არ მინდა რა. და აი ეპსტინის კონსოლიც დაახლოებით ეგეთია. ანუ რაღაც მყარებს იქი გამოქვს არაფერი არ მომივა, მაგრამ არასასიამოვნოა. აი მაგალითად გეგმავდი დარქვებზე ვიდეოს გაკეთებას. ნუ ბუნებრივია ხა იმისთვის რომ ეს დაგეგმო ინფორმაციის მოძიება მხოლოდ არ არის საკმარისი. იწერ ბრაუზერს, რაღაცებს არისერჩებ. მეთქი ვინც არის ის ჯობი არ იცოდეს. იმიტომ რომ იყო რაღაც ისეთები არ მინდოდა. გადავდე. ოღონდ გადავდე არა დავწუ. ხო, ამის მიზეზი რა არის? ანუ უბრალოდ ალგორითმი მოიტანა ესე თუ რაღაც განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს რომ ეს დანაშაული და რაღაცები თუ ეს ბუნებრივია. შენ არ გექნება ნანახი ჩემი ვიდეო რომელსაც ქვია რატომ გვიზიდავენ ფსიქოპათები. არა მაქვს ჯერ ნანახი სხვადასხვა ეს ეგ მოშნული მაქვს.
ეგ ვიდეო თავიდან ბოლომდე. ეგ ტოპებში არის მე მგონი. არა, ეგ არ არის ტოპებში. თუ ეგ ახალ რამდენიმე ეგ არის ალბათ 25-30000 ნახვაზე არის ასული. თუმცა მე შემეძლო რომ ეს ვიდეოს clickbait-ური გამეკეთებინა და დამერქვა ფსიქოპათების ცოლები. იმიტომ რომ მაგაზე არის საუბარი ფსიქოლოგიურ დარღვევაზე, როცა ადამიანს აქვს რაღაცნა გარკვეული მიზიდულობა ფსიქოპათების მიმართ, ძალადობის ფსიქოპათების და ტრაგედიის მიმართ. ძალიან მარტივად ძალიან რო არ ჩავღრმავდე, მარტივად დავხსნი იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანში არის რაღაც თვითგადარჩენის ელემენტები და მაშინ როცა მშვიდ გარემოში შეგიძლია ნახო ის თუ როგორ მოქმედებს ფსიქოპათი, რას აკეთებს, როგორ შეუძლია რომ რაღაც ჩაუბნელი ქუჩიდან უცებ მოგეპაროს და რაღაც დაგიშავოს, თითქოს შენს გონებაში აალაგებ იმას, მსგავს სიტუაციაში რას იზავდი, როგორ გავწევდი წინააღმდეგობას და ასე შემდეგ. და ეს ბუნებრივი ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი თავის მხრივ უკვე მე დაკონვერტირდა და შენ უყურებ იმას თუ როგორ კლავდა ზოდიაქო ან რას აკეთებდა ალ კაპონე. Al Caponeზე მე კიდე ცალკე ამბავე მაგასაც კიდევ ავხსნი. ჩემს აზრს ვიტყვი უბრალოდ. და ეს დაკონვერტირდა იმაში, რომ შენ მშვიდ გარემოში ზიხარ, ხედავ იმას, რომ რაღაც ზოდიაქოს ისტორიაში მაგალითად ჩაუბნელ ჩიხებში ახალგაზრდა წყვილი აყენებდა მანქანას, მაშინ როდესაც გარემო განათებული არ იყო, უსაფრთხოების დონები არ იყო დაცული და იცი რომ თუ რაღაც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები, ჯობია რომ არ წახვიდე. რაც გაერიდო მსგავს სიტუაციას. და ეს უკვე გიქმნის იმის ილუზიას, რომ შენ თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები, ბევრად უფრო უსაფრთხო დაცულად იქნებ თავს. მომზადებული იქნებ. აი წარმოიდგინე, რატომ უყურებს პოტენციური პრინციპში მოდი რატო უყურებს თინეიჯერი MMA-ს, იმიტომ რომ MMA-დან როგორც მინიმუმ შეუძლია რაღაც მაინც აიღოს და თავდაცვისთვის გამოიყენოს. თან ვიცი რომ შენ მოგწონს UFC, ისიც ვიცი რომ ვარჯიშობ და შენშიც ხო არის რაღაც ესეთი რომ რეალური ცხოვრების სიმულაციას ტვინში აკეთებ. კი, ტვინში აკეთებ. თან ეგ ხომ სპორტის სახეობა, რომელიც რეალობასთან ძალიან მიახლოებულია. გულისხმობ იმას, რომ ფეხბურთში რა სიტუაციაც ხდება, ეგ სიტუაცია არსად მეტი სხვაგან არ არის. 11-11-ზე არავინ არ დაძდევს ბურთს. არ მოგიწევს ქუჩაში. არ მოგიწევს ეგ. უფრო რაღაც შეიძლება რაღაც შუა საუკუნეების პერიოდისთვის, მაშინ როდესაც ომები იყო, მაგ დროისთვის შეიძლება ეს ყოფილიყო ვარჯიშის ერთ-ერთი სახეობა. ისევ როგორც კალათბურთი, რეგბი, ამერიკული ფეხბურთი და ასე შემდეგ, მაგრამ UFC, MMA და შერეული საბრძოლო ხელოვნებების სხვადასხვა მიმართულება უკვე ბევრად უფრო ისეთ რეალურ ცხოვრებისეულთან გაახლოებს რა. და აქაც დაახლოებით ეს არის. ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა, თუმცა არა მხოლოდ ჩემი აზრი, ის ვიდეო წერა, რომელიც ვახსენე, იქ უკვე რაღაც ფსიქოლოგიური ტერმინები არის. თუმცა მაყურებელს ვეტყვი ისევ როგორც იმ ვიდეოში, რომ არ ვარ ფსიქოლოგი განათლებით ნამდვილად, უბრალოდ რაღაც ვარისერჩებ, ვცდილობ რომ მეტნაკლებად კარგად გავერკვე და იქ იმაზეც არის საუბარი, რომ რაღაც დოფამინს გამოყოფს ტვინი მაშინ, როდესაც მსგავს რაღაცას უყურებ. და ეგ განაპირობებს იმას, თუ რატო უყურებენ ამ მიმართულების ვიდეოს. რაც შეეხება ალ კაპონეს, ისევე როგორც თუნდაც პაბლო ესკობარს ან რაღაც მსგავს განგსტერული ტიპის პერსონაჟებს, მან უკვე მგონია, რომ 90-იანების პერიოდმა ბევრი რამ განსაზღვრა. 2000-იანების, 10-იანების, 20-იანების. ხო, მაგრამ მარტო ჩვენი ქართული ფენომენი არ მგონია რა. არა, ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. მანდ დაახლოებით ის არის, რომ აგნახე. სერიალს რა ქვია? ნარკოსი, ხო? ნარკოსი ქვია სერიალს. პოპულარულია. True crime მიმართულება ყოველთვის პოპულარულია და რატო? ძალიან ისე მარტივად ავხსნი, ვეცლები რომ მარტივად ავხსნა უბრალოდ. ქალებს, მაშინ როდესაც ისინი პატარები არიან, თინეიჯერები, მოსწონთ თავზე ხელაღებული ტიპები, რებელა ტიპები, უხეშად რო ვთქვა, რატო? იმიტომ რომ უკვე ბუნებრივია რომ მაშინ როდესაც ადამიანის სისტემის ან რაღაც წესრიგის წინააღმდეგ მიდის, მაშინ მინიმუმ ტესტოსტერონის დონე მაღალია. და შესაბამისად გოგო, ქალი ავტომატურად აცნობიერებს იმას, რომ მასთან დაცული იქნება. ეს არის ის, რაც თავიდანვე მოდის ინსტინქტებში არის ჩაბეჭდილი რამ. ეს შეიძლება გაუცნობიერებლად მოხდეს, შეიძლება გაცნობიერებულად. შესაძლოა ესკობარზე მქონდა ეგ დაკვირვება, მეწერე მე მემორი მიგდებს ხოლმე, რომ სერიალია იმაზე, კრიმინალებს როგორ ეხმარებიან ცოლები და პოლიციელებს როგორ ხელს უშლიან. იმიტომ იქ ვიც ებრძვის ესკობარს პოლიცია ყველას პრობლემა აქვს ცოლთან და ალბათ მაგრა გვერდში უკანაა. ეგ არის რა. მერე მაგის გარდა, ეს ის თუ რატომ მოსწონს ქალ აუდიტორიას, მსგავსი კონტენტი.
რომ ეს არის ტიპი, რომელმაც რაღაც წინააღმდეგობა გაუწია სისტემას, რაღაცა ისეთი გააკეთა, რასაც სხვა არ გააკეთებდა, დევიაცია ქვია მაგას. რა უნდა ყველა არ იგულისხმება, აქ არის ზოგადად მიდრეკილებაზე. მიდრეკილებაზე. და კაცისთვის აქ უკვე ის არის მისაბაძობა, არ ვიცი, რაღაც მიმზიდველი არის ის, რომ ის რაც შენ ვერ გაბედი ან ვერ გააკეთე, ვიღაცამ ქნა და გააკეთა. თან ქალებს მოწონთ ის. ხო, და თან პლუს ეგ რაღაც კატეგორიის ხო? ესკობარს და ნარკოს და თუნდაც სოპრანოს კლანს არ შეუქმნია იქ ჯეიმს ბონდიც ხო ერთ-ერთი მათგანია, მიუხედავად იმისა, რომ ის Mi-6-ის აგენტი არის და რაღაც კარგი ტიპია, კარგ რაღაცას ემსახურება. ისიც არის ადამიანი, რომელიც ბევრ რაღაცას ფლობს ერთდროულად და თან წარმოიდგინე, ნახე, ავტომატურად ხო ნიშნავს კრიმინალური სინდიკატის ლიდერობა იმას, რომ მინიმუმ შენ რაღაც ძალაუფლების სადავები კარგად იცი, როგორ დაიჭირო ხელში, იმიტომ რომ თუ ეს არ შეგიძლია, ნებისმიერ დროს შენი ხელქვეითი გახდება ის ადამიანი, ვინც შენს ადგილს დაიკავებს. და იქ ხომ ოდითგანვე მოდის რა, ანუ აი მეფეების პერიოდიდანაც, იმ პერიოდიდან, როცა ვიღაცას რაღაც თავისი სამთავრო ჰქონდა, ვიღაცა თავადი იყო და ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა იყო, რაც შეიძლება იქიდან გამომდინარეობდა, რომ შიში ქმნიდა მაგ პატივისცემას, მაგრამ ნუ მაინც პატივისცემა იყო და ერქვა. აქაც დაახლოებით იგივეა რა. ანუ ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა, ის რომ ამ ადამიანის ისტორია გაინტერესებს, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. და თუ ლიტერატურას მიყვები, მაგ მიმართულებაში, მხატვრულ ლიტერატურაში პირველ ადგილზე რომანია, მეორეზე არის დეტექტივი, მესამეზე არის ფენტეზი, მეოთხეზე კიდევ ფანტასტიკა ამ პირიქით. ნუ მოკლედ ტოპ 3-ში რომ დეტექტიური ჟანრი გადის, ეგ ყველა ანუ ეგრეა რა. და დეტექტიური ჟანრის მიმართულება კიდე მინიმუმ რაღაც თავსატეხს გიჩენს, რომ ვიღაც ადამიანმა, ალ კაპონე იყო ეს თუ ესკობარი, იპოვა რაღაც ჰოული, როგორ აქვს, რაღაც როგორ გაძრომოდა კანონმდებლობას, რაღაც ხრიკი მოიგონა, იქ ბანანების ტრანსპორტირებასთან ერთად რაღაცა სხვა რაღაცასაც დებდა და ასე შემდეგ. ანუ ის გააკეთა, რაზეც სხვა ალბათ არ დაფიქრდებოდა. სხვაებიც ფიქრობდნენ, რა თქმა უნდა, მარტო ეგეთი ესკობარი არის, ვოლტერ ვაიტი მოგეთ. კი ბატონო, აი ვოლტერ ვაიტი თუნდაც, ხო? ანუ ჯესი პინკმენიც ყავთ. კი, ყველანი აქ არიან. ასაგები, სოლიც იქვე არის გუნდმანი. ხო და ნუ აი მაგან აი ყველაფერი განაპირობებს ამასთან, ნუ საქართველოში კიდე მაშინ როდესაც ცხოვრობდით, ნუ მე არ ცხოვრობდი 28 წლის ვარ და რაღაც ალბათ ნაკლებად მოვესწარი მაგ პერიოდს, მაგრამ ქვეყანა სადაც მხედრიონი იყო, ქვეყანა სადაც კულტურული მენტალიტეტი იყო, ამანას თავისი ქნა. იმიტომ რომ წარმოიდგინე მაშინ როდესაც მე წერდი ნაი ბუკელემ რაც გააკეთა და ეს რაც იხეცა აშენა, იქ რატომღაც ისეთი აუდიტორიაც მოიყვანა, რომელსაც ალბათ გონია რომ რაღაც შავ დელფინზეც ჩავიწერ ვიდეოს, მაგრამ არ ვაპირებ იქ ნაი ბუკელემ რა გადაწყვეტილება მიიღო და რამდენად მართებულია ეგ გადაწყვეტილება, რამდენად არის კარგი მართველი და რამდენად არის ტირანი, მაგაზე უფრო ეგ ვიდეო ვიდრე ციხეზე და ციხის ისტორიაზე. ხო, და უფრო როგორ შეიძლება, ნუ მენაც როგორც მე დავინახე, რომ კეთილშობილი იდეები გამოიყენო. კი. მანდ რა დამომახსოვრეთ, რომ მე გამომჩა. ესეთი ის ქონდა ნახსენები, რომ თითქოს ამანაც რეფორმები გაატარა კრიმინალმა და მანამდეც იკლებდა. მაგის მიზეზი რა იყო? ანუ მანამდე ის იყო რა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი, ოდესღაც ეს ყველაფერი ხო დუღდება და ანუ წარმოიდგინე აი ეს დუღილის პროცესი ყავარო არის თურქული, ხო ოდესღაც ხო ამოვა ყველა ვარიანტში, იქაც დაახლოებით იგივე იყო რა. და უბრალოდ ამ ტალღას დააჯდა მე. კი, ამ ტალღას დააჯდა და ნუ მე უკვე ბუნებრივია ახლა ეს ყველაფერი შეამცირებდა, ხა წარმოიდგინე რაღაც 70,000-მდე ადამიანს რო უცეფერდროულად ციხეში მოუყრი თავს და თან იმდენად მკაცრ ციხეში, რომ სოფლიოში ყველაზე მკაცრ ციხედ ითვლება. ბუნებრივია რომ ეგ კიდე უფრო დააჩქარებდა პროცესს, მაგრამ ეგ პროცესი მაინც გარდაუვალი იყო. ანუ კრიმინალი ყოველთვის ყველგან იარსებებს დიდი ალბათობით და ალბათ სამყაროს ბალანსისთვის საჭიროა რომ ანუ ბოროტება არსებობდეს. მინიმუმ იმისთვის რომ მე გავარჩიოთ რამდენად კარგი რამ ყოფილა სიკეთე. ხო და აქაც დაახლოებით იგივე ვარიანტია რა. ანუ რამდენად ღირს თუნდაც ანუ ალბათ ბუნებრივია ახლა სტატისტიკა ნამდვილად არ მაქვს. იმიტომ რომ ძალიან ჩახლართული პროცედურები მიდის იქ გამოძიების რა, მაგრამ დიდი ალბათობით იმ 70,000 ადამიანიდან, აი 700 თუ არა 70 მაინც ხო უდანაშაულოზე. აუცილებლად. ხო აუცილებლად.
და ანუ რამდენად ღირს თუნდაც 70-იან, თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანის მსგავს ციხეში ყოფნა, იმად რაც თანზის არა ის ჯოჯოხეთს გადის რაც იქ ხდება. ხო, ჯოჯოხეთს გადის რა. აი, Watchmen-ი გაქნანახი? არა. თან წაიკითხე და თან ნახე. Watchmen-ი მახსოვს დავიწყე, მაგრამ ანუ აი მანდ არის ერთ-ერთი მთავარი გმირი ოზიმანდიასი, რომელიც რაღაცა იმდენად რაღაც ძიმე ფილოსოფიურ საკითხებს ეხება, რამდენად ღირს თუნდაც მილიონი ადამიანის გაწირვა საიმისოდ, რომ საყოველთაო მშვიდობამ დაისადგუროს. აი ეგ არის ის დილემა, რა დილემის წინაშეც გაყენებს კომიქსია ეს პრინციპში, გრაფიკული ნოველაა და არა კომიქსი კიდე ცოტა სხვა რაღაცაა. პრინციპში ვინც ეგ გზა ირჩია, ხა ისტორიაში გადახედო ვერავის ვერ იტყვი რომ ადამიანის კეთილი ადამიანი იყო და პლურიბუსს თუ უყურებ. დავიწყე პირველი 3 ეპიზოდი ვნახე, მაგრამ აი ეს ვინს გილეგანი არის, ხო, როგორც მახსოვს რეჟისორი, აი სულ ეგ აქვს, რომ აი პირველი 3 უნდა გაკაჩო და პირველი 8 უნდა გაკაჩო. ხო, პირველი 8 უნდა გაკაჩო. ეს პლურიბუსს მაქამდე მოვიდა, მაგრამ მაქამდე მოვიდა, 8 არის. მეცხრე დარჩა, ხო? აჰა, ესე იგი მეცხრე დარჩა. რატო ახსენე, იცი, მანდაც არის სამყაროს ბალანსი. კი, მანდაც იგივე ამბავი არის, ნერგობა სამყაროს ბალანსი და რო უყურებ აღარ მუშაობს კაცობრიობა რა. პლურიბუსში რაც ხდება, ეგ სხვათა შორის რიკ ენ მორტიშიც იყო. რიკის ერთ-ერთი უცხოპლანეტელი საყვარელია, მოკლედ, რომელიც მართავს მთელს პლანეტას და ამ პლანეტაზე ყველას. და იქაც არის აი მორტისა და რიკის შორის არის უყურებ? კი, ოღონდ ბოლო სეზონი არ მოქნა ნახე. ხო, ნუ მაშინ ძველი სეზონი არის, ძველი ეპიზოდი არის და აი მანდაც დაახლოებით იგივე რაღაც ხდება, უბრალოდ იმ ქალს რა ქვია ეგ არ მოხდეს, ნუ ქალს რა უცხოპლანეტურ არსებას. ხო, ნუ მოკლედ ისიც აკონტროლებს. რიკის თავი საყვარელი რო არის, ხო? ანუ ხო, ერთ-ერთი თავი ჩდება ხოლმე, ხო? კი, ეგ არის რა, რომელიც მართავს Universe თუ რაღაც ეგეთი ქვია, არ მახსოვს რა, Unity ქვია. და ეპიზოდსაც Unity ქვია. ერთიანობა ქვია, მოკლედ ეპიზოდს. ვაუ, როგორ ხსენა და ნახე გაიხსენე და აი პლურიბუსი და ეს ერთ-ერთია და იქაც იგივე დილემაა განხილული. უბრალოდ იქ 22 წუთია ჩატეული. აქ პირველი 3 მაქნა ნახე, აი საერთო შეკრება რო არის და რაღაც ზოგი რო სარგებლობს ამ სიტუაციით რა, 8 თუ 10 ადამიანი. ხო, აი მე უფრო გაწელილი არის რა, მაგრამ აი არ ვიცი რატომ მე მაინც შემდეგს უყურებ არა და ეგეთი გაწერილებიც არ მიყვარს ხოლმე. აი მე-7 სერია იყო, ერთი პერსონაჟი ტელესერია მიდის სადღაც. ანუ იყო. ეს მივიდა ბენზინი გაუთავდა, სადღაც შოა ჩაასხა, წავიდა ისე გაუთავდა, აი ეს სხვადასხვა კუთხით გადაღებული და რაღაცა და ნუ ცოტა დამღლელია ჩემთვის ეგ ესთეტიკა, მაგრამ ნუ მაინც ხო, აი თანოსიც აიღე რა. ხო. იგივე ისა აქ ვითომ რაღაცა. მაშინ როცა შეგიძლია რომ აი ამ Infinity უსასრულობის ხელთათმანით და უსასრულობის კვებით რესურსები გააორმაგო, ანახევრებ მოსახლეობას. ხო. ცოტა ლოგიკას მოკლებულია თითქოს რა. კი, ვიდეოს თემებს როგორ არჩევ ხოლმე ხა? ვიდეოს თემებს ვარჩევ, ახლა უკვე ეს ბოლო პერიოდი მაყურებელი მკარნახობს. იმიტომ რომ, ანუ განა იმიტომ რომ ამოწურულია ვიდეოს თემები ან რაღაც გავსი ძალიან ბევრი სცენარი მაქვს შემოდებული თაროზე. აი მაგალითად ალკატრასის ციხიდან გაქცევა, რომელიც ვიცი რომ რადგან იმ ციხის თემატიკამ თავის იქნა, ესეც თავისას იზავს, საუკუნის ძარცვა, ეს არის იდეაში ძარცვაზეა, მაგრამ რეალურად ვიდეოს შინაარსი არის, როგორ გახადა მედია საშუალებებმა მონალიზა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნახატი, არა და მანამდე არ იყო ასე. მანამ სანამ მოიპარავდნენ 1911 წელს, ანუ 1911 წელს მონალიზა მოიპარეს და ამ მონალიზას მოპარვის შემდეგ მონალიზას ნახატი გახდა ძალიან ცნობილი, არა და მანამდე რაღაც სხვა ნახატებს შორის ეკიდა უბრალოდ. არაფერი განსაკუთრებულად არ ითვლებოდა. ძალიან შრომატევადია თითოეული ვიდეო. ზოგი ესეთი უცხო თვალით ვინც ამ საქმეს ჩახედული არა, შეიძლება 15 წუთიანი ვიდეოა და იფიქროს რომ 15 წუთი დახარჯა ამაზე, მაგრამ საშუალოდ 1 წუთი მოითხოვს 1 საათს, საშუალოდ ვამბობ. ხო, უკვე მონტაჟი, გადაღებულ ვიდეოზე ამბობ. ხო. მანამდე კიდე დაამატე მომზადება თემის. ხო, მანამდე თემის მომზადება, ინფორმაციის დამუშავება, მაყურებელი რო გთხოვს, რომ აი პირობითად დიატლოვის უღელტეხილზე უნდა რაღაც მინიმუმ ხო უნდა იპოვო ინფორმაცია, კი, მანამდეც გამეგი არაერთი ვიდეო მაქვს ნანახი და რაღაც ინსპირაციის წყარო ხანდახან სხვასთან ნანახი ვიდეოებიც ხდება, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ისეთი, რასაც მე თვითონ შევქმნი. ანუ მე ვერ მოვიგონებ ისტორიას, ვიღაცის მოყოლილ ისტორიას, ან ვიღაცის დაწერილ ისტორიას, ან რაღაც ფილმში არსებულ ისტორიას, რერაიტერი უფრო ვარ ვიდრე კოპირაიტერი, ეგ არის რა. ანუ მე მიწევს სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციების აღება და მე შეჯამება და მონტაჟს რაც შეეხება პროფესიით
პროფესიით სოციოლოგი ვარ. ხო, ანუ ესე თქვა ტექსტებთან მუშაობა თქვა და ესეთ ანუ თქვა თან ისტორიკოსი ან ჟურნალისტი რაღაც ეგეთი გამოცდილება არ გაქვს. მაგრამ ნუ ბევრ კითხვას მოითხოვს და ბევრ ძებნას რა ეხლა. კი, კითხვას ძებნას, მოსმენას. რაც მე ვიდეოში ჩანს, დაწუნებული ვარ 1-5 მაგდენი არის, რაც წაიკითხე და გადაარჩიე და კი, ეგრეა თან. ახლა უკვე აი განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორც არის დიატლოვის უღელტეხილი, იმდენი შეთქმულების თეორია არსებობს, რომ ნუ ყველას ხო ისედაც ვერ გაეცნობი, მაგრამ რასაც გაეცნობი, მე ამათი გაბათილება როგორ ხდება, ისევ როგორც კენედის მკვლელობის საკითხზე. ანუ მართლა უამრავი თეორია, ზოგიერთი საერთოდ ვერ არის გაბათილებული, ზოგი არის. ზოგში აი უბრალოდ რაღაც ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტებია, მაგრამ ეს ჩემთვის ხო, ანუ მე ხო მაინც ვალდებული ვარ, რომ ამ პოპულარულ თეორიებსა და ვერსიებს შორის რაღაცები მაინც ამოვარჩიო, შევარჩიო და ხო, რაღაცები არის, რასაც რო არ შეეხო არ გამოვა. ხო, რო არ შევეხო არ გამოვა. და ანუ რამდენი ხანი ანდომებ ხოლმე, სადამ გადაღებას დაიწყებ? გააჩნია თემას. და გეტყვი რას გულისხმობ. აი როგორც უკვე გითხარი. აი თემა რომელთანაც აი მოდი მაგალითს გეტყვი. გაქცევა ალკატრასის ციხიდან. თემა რომელზეც მსმენია, მაგრამ არ ვიცოდი, ისიც ვიცი რომ სტივენ კინგმა თავის დროზე ის Shawshank Redemption-ის ხო, მისი წიგნის მიხედვით არის გადაღებული. როცა დაწერა, მაშინ ეს საკითხი საერთოდ არ იყო ცნობილი და იდეაში ძალიან ბევრი რამე ემთხვევა. ეს არის ერთი უშუალოდ კონკრეტული ფაქტი. კონკრეტულ დროში, კონკრეტული გმირები ყავს და მორჩა გათავდა რა. კი, ამ გაქცევასაც მე მოყვება თეორია, იმიტომ რომ რო გაიხსნენ, არავინ არ იცის, გადარჩნენ ზვიგენებმა შეჭამეს თუ წყალში, ნუ მოკლედ დაიხსნენ. და ანუ გაქცევის ფაქტი უბრალოდ ერთია, ის რასაც ოფიციალური გამოძიება გაწვდის. და მე უკვე ის თეორიები, რომლებიც საზოგადოებაშია გაჩენილი, ზოგიერთს არა, ბევრს გაეცნობი, ზოგი მართლა საინტერესოა და უფრო რაღაც აი Reddit-ზე რო შეხვიდე მაგალითად ტოპებში პირველზეა რა, იმიტომ რომ რაღაც ბევრი გამოხმაურება, ბევრი ლაიქი, ბევრი კომენტარი აქვს რა. და აქაც აი ეს საკითხი მაგალითად დიდ დროს, იმდენად დიდ დროს არ მოითხოვს. დიატლოვის უღელტეხილი ბევრად უფრო მე დროს მოითხოვდა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ვიდეო აწყობილი არის diatlov.com-ის ვებგვერდის დახმარებით და კიდევ რამდენიმე ვლოგერის დახმარებით, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა თეორიები ჩაწერილი და მე უკვე რაღაც გაბათილებული არგუმენტირებულად რა. ანუ მაგათ უნდა უყურო, მე რაღაცები მოისმინო, მოინიშნო timestamp-ები, ანუ ეს time code-ები როგორ ანუ დრო რა, რომელ წუთზე ვინ რა თქვა, როგორ თქვა. თავები ასე. ხო, თავებად მონიშნო და ეგ ყველაფერი ამოიწერო. მაგალითად, აქეთ ერთი მონიტორი, აქეთ მეორე და ამაზე ვმუშაობ, აქეთ ვუსმენ და რაღაც ესე ვარ რა, ის გიფირო ის ვარ მიმი ხო იცი? ორი ტიტრებიან ფილმს რო უყურებო რა. ესე რო გაგირბის თვალები. რაღაც გავსადო, რომ მე ესე მაქვს რა, აქ წერ, აქ ვუსმენ, ვუყურებ რა. და ეგეთი ტიპის ვიდეო მოითხოვს დიდ დროს. დიდ დროში მაგალითად ხო, რამდენს? დიდ დროში გულისხმობ რაღაც 3 და 5 დღემდე მარტო სცენარის დაწერას. ხო, დიდი დრო არის. ხო, ანუ ოღონდ 3 და 5 დღემდე, 3 და 5 დღემდე, სადაც ჩვეულებრივი სტანდარტული სამუშაო დრო არის, ანუ 5-6 საათი მინიმუმ დღეში. და მე მონტაჟს კიდე ერთი დღე-ნახევარი, 2 დღე უნდა. მეტა. რა დღენა არა. მონტაჟი რიდებ. ხან 10 დღეში ერთხელ, ხან 15 დღეში ერთხელ, მე ყოველკვირეული ის ვერ მაქვს. ხო. და ვერ მექნება. შემიძლია რომ კონდეს რაღაც წუთიანები გავაკეთო, მაგრამ ჩემი ინტერესი ის არის, რომ ის რასაც ვაკეთებ, მართლა ხარისხიანი იყოს და ხარისხიანის გარდა რაღაც საკუთარ თავთან მაქვს ეს რაღაც პერფექციონისტური მოთხოვნა რა. ახლა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეხლა ბოლო რამდენიმე ვიდეო რო შეადარო, ბოლო 3 ან ბოლო წინა 3-თან მონტაჟში ძალიან დიდი სხვაობა არის. და სტანდარტულად, როგორც თქვი, 1 წუთი მოითხოვს 1 საათს. ოღონდ ამას არ ვამეტებ. ნუ ვებკამერის მონაკვეთი, სადაც მე უბრალოდ ვჩან ვარ, იქ ფერთა კორექციას ვაკეთებ და მორჩა. ფერთა კორექცია, ხმის ფილტრი და მაქსიმუმ რაღაცა ესე რომ გავაკეთებ, იქ ფოტო ამოხდეს. მორჩა. ეგ არის. და თუ ავიღებ აი კენედის ვიდეოს, რომელიც 1 საათი და 25 წუთი გრძელდება, თუ სწორად მახსოვს. ალბათ 35 წუთი არის ვებკამერის კადრები, ანუ ეგ ჩათვალე რომ რაღაც 4 საათში არის დამონტაჟებული. სხვა დანარჩენი ანუ ის რაღაც რა გამოდის 50 წუთი, არის 50 საათი. ხო. ხო, მეგონი სიგარეტზე იყო ეგ ვიდეო თვალში მომხვდა. შუმახერი ახსენე როგორც მალბოროს სახე. და იქ ესე კუთხეში ფორმულებმა ჩაირბინა. ხო. ხო და მაგას მომხდეს რაღაცა რომ ხა აი მაგაზე ამდენი დახარჯე.
რომ შეიძლება რომ არ ყოფილიყო ეს რომ შეამჩნევდა რა გრაფიკულად აკლდა იმ კადრს, მაგრამ იქაც ამათ ჩაირბინა და შენ ის არ გაქვს ალბათ ნახე იტალიელ მაფიოზებზე როცა ვსაუბრობ და მარიო რო გარბის ქვევით. იცი რამდენი ისტერეგი მაქვს ვიდეოებში? აი ქვეყნის. ხო. კი ძალიან ბევრი. აი კადრები სადაც გაზეთიდან ამონარიდი არის აი ეს სამდეში რომ მიფრინავს და რაღაც სტატიებში რეფსერ ხოლმე იცი გამოიწერეთ ჩემი არხი და თუ ამ ტექსტ კითხულობ ძალიან მიყვარხარ და იცი რამდენია ძალიან ბევრია. აი მაგალითად ნაცისტური გერმანიის ექსპერიმენტებზე როცა მაქვს ჩაწერილი ვიდეო მან მაქვს ერთი გერმანელი კანცლერის საჯარო გამოსვლა 2024 წელს სადაც საუბრობს იმაზე რომ პუტინი არის სამხედრო კრიმინალი და ეგ მაქვს გადადებული ვითომ ჰიტლერი ამბობს მაგას. ხო და ეგეთი რაღაცები. აი მაგალითად ფულის იმაზე როა, ანუ ფულზე როა ვიდეო. იქ ერთ-ერთ კადრში ვიღაც მოკლედ ჭედავს მონეტას და ნუ რადგან თანოსი იცი, ესე იგი აირონმენიც იცი. და აირონმენის პირველ ფილმში რო ტონი სტარკი ჭედავს, აი მაგ ჩაკუჩის ხმა მაქვს დადებული. ხო, ანუ ეგეთ არ ვიცი რატო ვაკეთებ, მაგრამ ეგეთ რაღაცებს ვაკეთებ. აი გაზეთების თარიღებში, გაზეთებს როცა ვაკეთებ, იქ თარიღებში ჩემი ცხოვრებაში მოხდა მნიშვნელოვან თარიღებს ვამატებ ხოლმე. და ანუ ეგეთ რაღაცებს. მაგის რჩება კიდე ხალისი ეგეც ის არის. კი, ანუ ეგ თუ არ გავიზდებ. ხო, ანუ ეგეთ რაღაცები ბევრი მაქვს. ეხლა კიდე ბევრს ვერ ვიხსენებ. აი მაგალითად ერთი ვიდეო გაქვს ესეთი რა მოხდება და რა დაემართება დედამიწას, როცა ადამიანები გაქრებიან. ეგ მაგაზე მუშაობა ალბათ კიდევ უფრო გაცილებით დიდ დროს მოითხოვდა, ხო? მან ნახე რა არის ერთი წიგნი, ახლა ვერ გავიხსენებ სახელს. უი. არა და სახელებთან როგორ ვარ იცი? ნახევარი წლის წინ ჩაწერილი ვიდეო. ყველა მთავარ გმირს გეტყვი, რომელ წელს დაიბადა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს სცენარს იმით არ ვკითხულობ ტელეპრომპტერით. ვსწავლობ და ისევა რა. ხო, მე ის უნდა ისწავლო, ხო, ეხლა მაგაზე არ ვფიქრე. ხო, მაგას ვსწავლობ მე. და ხანდახან ისეთი გვარებია ხოლმე. მოკლედ არის წიგნი. ნუ კაი წიგნის სახელს ვერ გავიხსენებ, მაგ წიგნიდან არის თითქმის თავიდან ბოლომდე ყველაფერი. თუმცა არის რაღაცა ინფორმაცია, რომელიც აი მეტროპოლიტენთან დავრეკე და ისე მომეწია გარკვევა. ხო, მეტროში რამდენი წყალი იტუმბება, ხო? იმიტომ რომ გავიგე მეთქი რა 500 ტონა ყოველდღიურად გამორიცხულია მეთქი რა. კიო. მეთქი, ოკეი. ეგრევე გიპასუხეს თუ? არა, სხვათა შორის ვინახარ კიდევ არ გითხეს. ალბათ ერთი 10 წუთში გავარკვი ეგ საკითხი. კი, ალბათ ერთ 10 წუთში გავარკვი, იმიტომ რომ ძალიან ისე არც მკითხეს ვინ ვარ, რისთვის სჭირდება ეს ინფორმაცია, რაღაც ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს და მე სიამოვნა. მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ თავიანთ ვებგვერდზე არ ქონდა სწორად მითითებული რუსთაველის მეტროს სიღრმე და მე იქ კომენტარებში წამოვიდა, უფ. ხო და ანუ აი ეგეთ რაღაცები უნდა გადაამოწმო, მაგრამ ეხა თითისი კომი არის თუ სწორად მახსოვს ვებგვერდი რა. ეხა იქ ეგრე წერია და მე ვერ გავზომავ რა, ვერ ჩავა. ხო, ასე თქმა უნდა. რამე თუ არის, აი შეგიძლია ეხა ეს ვიდეოები რაც დაიწყეთ ამ ფორმატზე გადმოხვედი, რომ თქვა რომ აი რაღაცა აერთიანებს ამ ვიდეოებს რა. ერთი კითხვაზე პასუხისმგებლად თუ იდეა თუ აი რა. ნახე, ის ვიდეოები. აი შენ ყოველთვის დავაკონკრეტებად გითხები. შენ ყოველთვის ახსენე რომ აი მე ავირჩიე რომ ამ კუთხით გამეკეთებინა რა და აი ამ კუთხებს როცა ირჩევა, აი რა აქცენტი გააკეთო. ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მთავარი რაც ჩემთვის მართლა აუცილებელია მაშინ როდესაც მსგავსი ტიპის ვიდეოს ვუყურებ, კაი, გასაგებია რომ რაღაც ტიპი მეტნაკლებად დამაჯერებელი ხმით საუბრობს რომ რა მოხდა ანუ უკვე რაღაც გიზიდავს, ხო? მაგრამ მარტო ამ მიზიდვის ხარჯზე აქ საკუთარ თავზე არ მაქვს საუბარი. არ მინდა რომ ის რასაც მეუბნება ავტომატურად დავიჯერო რა, იმიტომ რომ არის რაღაც სხვადასხვა ინფორმაცია, მაგალითად პირამიდებზე რო გავრცელდა ინფორმაცია, რომ 200 მეტრის ქვეშ რაღაც იპოვესო. არ არსებობს, არ გამოუგონია კაცობრიობას ის აპარატი, რომელიც 200 მეტრის ქვეშ რაღაცა დაასკანერებს. ხო, არ დაასკანერებს. მე შევამოწმე ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მეც მინდოდა მაგ საკითხზე ვიდეოს ჩაწერა რა. მაშინ ახალი შექმნილი იყო არხი. გადავამოწმე ამ ადამიანების ესა ბიბლიოგრაფია. მეც ვეძებ სტუმრად ესეთ პირამიდების თემაზე, ვინც მინდა და ვერავინ ვერ ვიპოვე ჯერჯერობით და თუ ვინმე იცით მაყურებელი ვიყურებს კომენტარებში იქნება დამიწეროთ სახელი და გვარი მირჩიოთ ან შენ თხოვარიც ვიდეო. აი ალბათ ვასილ გაბუნია იქნებოდა საინტერესო. ვასილ გაბუნიასთან ცდილობ პერიოდულად ხო და დაპირდა რომ აქ როცა იქნება აუცილებლად ჩავწერთ და ეპიზოდით შედგება ადრე თუ გვიან ხო. შვენიერ. ხო და მოკლედ დავსერჩე მე ამ ადამიანების ვინც ეს კვლევა გააკეთეს სკოლიო და უწერიათ რაღაც წიგნები პარალელურ სამყაროებზე, იმაზე და ნუ მეთქი ოკეი, კაი, გასაგებია ყველაფერი. მე სამეცნიერო სამყარო ამათ დასცინა.
გავიდი რაღაც გარკვეული დრო და ბუნებრივია ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. კი, რა თქმა უნდა, გამოჩნდა ხალხი, რომელიც იმას ამბობდა, რომ სახელმწიფო მალავს. ეს ხო იცი უყვარს ადამიანს ის, რომ რაღაცა დამალავს. და იმ მიმართულებაზე რომ ეკითხები რა აერთიანებს ამ ვიდეოებს რა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ის რომ მე უბრალოდ არ დამეჯეროთ, შედით, გადაამოწმეთ, აი deadlow.com დავლინკე რა, სადაც არის საქმის ყველანაირი მასალა. აერთიანებს ის რომ თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდება, ვიდეოს აღწერაში ჩამოსკროლე, აბსოლუტურად ყველანაირი ჩანაწერი. აი მაგალითად კენედის მკვლელობაზე გუშინ დამიწერა ვიღაცამ, რომ თუ კაცს დააკვირდებითო, ძღოლი ტრიალდებაო და ესვრისო. ანუ მაგ კომენტარს რომ მიწერ, სადღაც ხო გული მწყდება. მე რო საათნახევრიან ვიდეოს ვიწერ. იმისთვის ვაკეთებ ვიდეოს, რომ ბოლოს თუ კითხვები გიჩნდება, წყაროებია, შეხვიდე, გაეცნო. თუ პირობითად უყურებ კრიმინალურ ისტორიას, აი ალ კაპონეს ვიდეო როგორ მთავრდება, თუ გახსოვს, თუ არ გახსოვს, გეტყვი მოკლედ რა. ამდენი იშრომა ბრძოლებში. ამდენი იწვალა და ბოლოს გაგიჟებული რაღაც წელზევით, კი წელსკვევით ჭიშველი დარბოდა თავის ბაღში, ეძებდა თავისივე დაფლულ ფულს. ანუ როგორც აი მაკედონელი რაღაც ესე წავიდა, რომ თან არ ქონდა არაფერი, ისე წავიდა ესეც. და შესაბამისად კი გასაგებია, რომ ყველას გვაქვს იმის სურვილი, რომ პორშეთი დავდიოდეთ და რაღაც ტაქსით. მაგრამ მარტო ამ ქვეყნიურ რაღაცაზე, მარტო მატერიალურზე არ უნდა იყოს ჩაციკლული ადამიანი. და რაღაც მსგავსები არის რა, თუ რაღაც შეთქმულების თეორია არის ის მომენტი, რომ ანუ ვიდეოს ფაბულაში ის არის ჩასმული, რომ კითხვები დასვით. მარტო იმიტომ, რომ ვიღაც ექსპერტი რაღაცას გეუბნებათ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს უეჭველი აპრიორი ეგრეა. ყველაფერი გადამოწმებადია დღეს მით უმეტეს და ჯობია რომ გადაამოწმა. აი დიატლოვის უღელტეხილზე მომწერა ერთმა ადამიანმა, რომ მოკლედ სამხედროებმაო მოკლეს ეს დიატლოვის უღელტეხილის ტურისტული ჯგუფიო. ამ ტურისტულ ჯგუფზე კიდეც ცალკე იყო საუბარი, ტურისტულ ჯგუფს რატო ეძახიო. ექსპედიციონერები არ იყვნენ, ეს იყვნენ ტურგრუპა იყო, რომელსაც სურდა ის, რომ ექსპედიციად შეეფუთათ ეს თავიანთი ტურისტული ის, რომ KPSS დაესპონსორებინა რაღაც 100 რუბლით. ხო, მოკლედ მიწერს, რომ აიო, აგერო რუსი ექსპერტი ამბობს ამას და ამასო. ნახევ ინტერვიუ ბევრჯერ დავლინკეო და YouTube ხო არ ლინკინებს, მაყურებელს ლინკებს რა. და დამიწერა მე სათაური, შევედი, გადავედი. პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ გავეცანი ამ ადამიანს, ვინ არის ეს ექსპერტი. აღმოჩნდა, რომ აი როგორც ბრტყელი დედამიწის საზოგადოება იკრიბება, ეგრე იკრიბებიან ამ დიატლოვის უღელტეხილის ვიღაცები, თეორეტიკოსები. მათ შორის ზოგიერთი მათგანი წერს წიგნს, რომლის ტირაჟირება ცურს და მე მიდის ვიღაცა ORT-დან და REN-TV-დან და არტნევს ინტერვიუს და ესეც ბუნებრივია, ბედნიერია და ყველანაირ აბსურდს ამბობს. და შეიძლება ხანდახან იმდენად დამაჯერებლად თქვას, იმიტომ რომ რაღაც სანდომიანი ისეთი ასაკიანი კაცია რაღაც მოწესრიგებული. ეგ არ უნდა გიჩენდეს რაღაც, არ უნდა გააკულტო ადამიანი. აი მაგაზეა რა. რომ მაინც უნდა გაგიჩნდეს თუ კითხვის კრიტიკულად უნდა იაზროვნო. ბევრი ვიდეოა ისეთი ჩემთან ახსე, რომელიც მაგას მოითხოვს რა როგორც მინიმუმ. და ეგ არის რაც აერთიანებს. თუ კრიმინალზეა, იმაზე დაფიქრდი, შენ ემპათიური დამოკიდებულება ვის მიმართ გექნება? ალ კაპონეს მიმართ, აი მე ეს რა უქნა სახელმწიფო? თუ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ალ კაპონემ ცხოვრება გაუუწარა. აი ეგ არის რა. და ანუ იქ ციხის შემთხვევაში ხო ესე უნდათ იმათ. ეგ გექნება თუ აი იქნებ რაღაც სხვა მეთოდი არსებობს. იქნებ განათლების დონე ავწიოთ საიმისოდ, რომ ხალხს არ მოუნდეს, რომ რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებაში გაწევრიანდეს. პირდაპირ ვიდეოზე გაქვთ ტვინის თვისებებზე, როგორ გვატყუებს ჩვენი ტვინი რაღაცებს. ხანდახან გონია რომ რაღაცას ვხედავთ და სინამდვილეში სხვა რაღაც დავინახეთ და ეს ხო და ცხოვრებაშიც ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ეს ავტომატურად კოსმიშვებული ტვინიც ასე ვთქვათ რა და აი მივანდობთ რომ თვითონ მე რაც დავინახე და აღვიქვი ხა ეს არის სიმართლე და ამას კითხვას არ დავუსვავ. ალბათ ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა რა. მე ამ შეცდომების ჯამს მე საერთოდ სხვაგან ვიყავ და კი, თან ბევრს დარწმუნებული ვარ არ აქვს გაცნობიერებული რომ ჩვენი ორგანოებიდან ტვინი არის ერთადერთი ის ორგანო რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ანუ გული არასდროს არ გაჩერდება რა, ანუ ტვინი პარაზიტივით არის. აი მარტივად რო ავხსნა, თუ ტვინი მარტივად იღებს დოფამინს, მაგალითად TikTok-ის სკროლით, ბედნიერია, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ისე ვართ მოწყობილები, რომ
ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ დიდი რაოდენობის ენერგია, ანუ ჯობია რომ ენერგია შეინარჩუნო და შესაბამისად მაშინ როცა სწავლობ, ტვინს ძალიან დიდი ენერგია მეაქვს და ტვინი ყველაფერს აკეთებს აიმისად რომ დამღლელი მონოტონური ცუდი იყოს ეს პროცესი და შესაბამისად მარტივ დოფამინს რო აწვდი, რაღაც მერე უკვე ჩვევაში გეზრდება ეგ რა. და რაღაც brain rot-დები. თანამედროვე იმას გამოვიყენებ ტერმინოლოგია. ხო, ეხლა კარგ თემას შეეხე, რომ ეს ტვინი პარაზიტი არის, მაგრამ ვისად არის პარაზიტი? ვისთვის არის პარაზიტი? ეგ არის საკითხი, რომ ჩვენი ტვინი ვართ თუ კიდე რამე დამატებით ვართ, რომელიც მე ჩემთვის ძალიან საინტერესო საკითხი არის და ამაზე ფიქრე მიყვარს. მანამდე შევისვენოთ სოკარის შეკითხვა. შეიცვენე და ივსე ენერგიით ესეთი რუბრიკა გვაქვს, როგორი ივსები ენერგიით, აი რომ 3 და 5 დღემდე ჯერ თემას ამზადებ და მე კიდე ამდენი საათი ამონტაჟებ. მე დასვენება და შეიძლება ძალიან გაგიკვირდეს, მაგრამ ძალიან შრომაჰოლიკი ვარ, ძალიან. ერთ ვიდეოს რო ამთავრებ, რო ტვირთავ YouTube-ზე აპლოადი როა და ჩეკინგს რო გადის, უკვე მან ვფიქრობ შემდეგზე. ძალიან ცუდია ვიცი და წესით არ უნდა ვაკეთებდე ამას. ძალიან ცუდია. მაგრამ ვისვენებ ხან კომპიუტერული თამაშებით, ხან თუნდაც რაღაც აი ფულ რუმში გასვლით მაფიის თამაშთან რაღაცით. მაგრამ ძალიან იშვიათად ვაკეთებ ამას. ძალიან იშვიათად. რამდენიმე დღის წინ ვიყავი გასული ესე ღამით night ride მოვიწვე. ისე უბრალოდ რა, რომ ოდნავ გავნიავებულიყავი. ანუ არ ვიცი დასვენება რა. ცუდია ვიცი, მაგრამ თქვენ ხო, დასვენება სხვა რაღაცაზე გადართო არის რეალურად უფრო დასვენება ვიდრე დაჯდომა და არაფრის კეთება რა. ხო, ანუ ეგ რა, ანუ რაღაც პროცესით, ანუ ძალიან სიამოვნებს პროცესი, იმიტომ რომ როგორც უკვე მანამდე გითხარი, იმ მომენტში ვარ, იქ ვცხოვრობ რა, რაღაც ალ კაპონესთან ერთად ჩიკაგოში რაღაც ბარში ვზივარ და იქ დიალოგს ვისმენ ეგრე ვარ რა. ხო, ესე იგი ისე სიამოვნებს საკეთებ, რომ დასვენებაც არ გჯარი, არიღლები მაგითი რა. ღლის ძალიან მონტაჟი ხო. მერე არის დამღლელი, აი ბევრი მიწას ხომ რაღაცა კარგი ხმა გაქვს. იცი როგორი მობეზრებული მაქვს? ანუ მე ხო ჩემი ვიდეოს ყურება მიწევს ყველა დეტალში. იშვიათად სიამოვნებს ჩემი ვიდეოს ყურება. ბევრს გაუკვირდება რაღაც ფსევდო ის არეგონოს თავდამბლობა, არა ეგ არ არის. უბრალოდ მონტაჟის დროს ვუსმენ ჩემს ხმას. მერე ამ ხმის მიხედვით ანიმაციას ვაწყობ, მერე იმას უყურებ, რამდენად ემთხვევა ჩემი ხმა და ანიმაცია ერთმანეთს. სადაც დაუშვად რაღაც სიტყვას ვამბობ, ეს ვამბობ და ეწერა თუ არა მაგას ვაკვირდები და მობეზრებული მაქვს უკვე რა. რო არენდერებ ნახულობ ფატურთამდე? არა, არ ვაკეთებ. ის კი, ეგ მიწევს, იმიტომ რომ სადმე რამე ხო არ გამეპარა რაღაც გავსი. ხო, ეგ არის ყველა საშინელება, რომ მე რაღაც მონაკვეთს რო ამოჭრი და რაღაცები რო ჩამოიწევს ტაიმლაინზე და რაღაცები სხვაგან დარჩება და ყველაფერი რო არეული არის და საშინელებაა მართლა. და ანუ ეგ რომ მიწევს, ანუ ეგ როგორც კი მთავრდება ეგ პროცესი, აი მე იწყება დასვენება იმით, რომ სადღაც შემიძლია ვიმოგზავრო, აი 1960-იანი წლების ალკატრაში. და იქ პატიმრებთან ერთად რაღაც. კაი. ტვინი არის პარაზიტი და ტვინი გებრძვის რომ რაღაცა თვითონ იყოს კომფორტულად, მაგრამ კიდე ხარ შენ ვიღაცა ვინც ასევე შენ ტვინს ეუბნები რომ არა ხე მოდი გავაგზავნოთ ვიმუშაოთ ამაზე ან არ მივეჩვიოთ TikTok-ის სკროლას ან ასე შემდეგ. ეს რა ვინ არის რა არის? ესეც ტვინის ნაყოფია? არა, ფილოსოფიურ შეკითხვას მისვამ. მოდი ასეთ რაღაცას გეტყვი. მიზიდულობის ძალა შენი არსებებ თუ არა, მაინც იარსებებს. ანუ შენ მიგიზიდავს თუ არა, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ეგ ბუნებაში არსებობს, ეგ ისე როგორც არსებობს მასა. და კიდე ბევრი სხვა რამ. შეუდრის MGH და ასე შემდეგ. ესეც მგონია რომ რაღაცა ისედაც არსებობს რა, ანუ რაღაც ეს რა? ცნობიერი უნდა დაარქვა რა მაშინ მაგას. არსებობს რა. შენგან დამოუკიდებლადაც. მაგრამ ის თუ რა უწევს წინააღმდეგობას შენს ტვინს, მგონია რომ თავიდან ბოლომდე რაღაც გენეტიკურ კოდში ჩაბეჭდილი რაღაც არის. იმიტომ რომ ნახე, შეიძლება ცოტა ცუდ რაღაც საკითხს შევეხო, მაგრამ ტვინია, ანუ ტვინი არა, ანუ მთელი წყობა გენეტიკური კოდის. ნახე, ის თუ ვინ როგორ გაუმკლავდება რაღაც გარკვეულ ცდუნებას, ხო იმაზეა დამოკიდებული პირობითად მისმა წინაპარმა რა დამოკიდებულება გამოიჩინა ამ დროს. ნახე,
მაშინ, როდესაც შენ მებრძოლი ადამიანი ხარ, შენი წინათაობების მებრძოლი ადამიანები იყვნენ, შენი ყოველდღიურობა არის ვარჯიში, ბრძოლა და ასე შემდეგ. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ შენი შვილიც ასეთი იქნება რა. მაგრამ დღეს არის ვინმე ვისი წინაპარიც არის ეგეთი ხახის მაგას გეტყვი. არა, მაგას გეტყვი რა. ახლა უკვე როგორ არა ბევრია, იმიტომ რომ ბოლოს როდის ვიბრძოლეთ. არა ხომ არა, ნუ გენეტიკა ხო რაღაცა ის არის ძალიან შორით. ხო, ერთი და ორი თაობა რა თქმა უნდა გენეტიკას არ ცვლის, მაგრამ 5, 7, 10 თაობიანი სხვაობა უკვე თავისაშურება. ნახე, მან არის ესეთი საკითხი რა, რაზეც ბევრჯერ მიფიქრია. რო აიღო კრისტიანო რონალდო და რო აიღო მესი. ერთი იყო რაღაც დაბადებული ტალანტი, მეორე იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავი გამოძერწა. შეიძლება გქონდეს ნანახი ის სურათი, სადაც ქვის ის არის ქანდაკება, რომელიც თავის თავს ესე ძერწავს. ხო გაქვს ნანახი რაღაც ზედმეწონას იშორებს. ხო. ეგ არის რა, მან ჩანაფიქრი, მაგრამ ნუ არა ზედმეწონაზეა, მან ყურადღება ხო გამახვილებული. აქაც ეს არის რა, ეს ცნობიერი რაღაც მხრივ ანუ ალბათ შეგიძლია რომ ჩამოაყალიბო, რაღაცები შეცვალო პატარა ცვლადები რა, მაგრამ გონია რომ ბევრი რაღაცა არის ისეთი, რაც გენეტიკაში უკვე წინასწარ დეტერმინირებულია რა. ანუ მარტივად რო ავხსნა, არის რაღაც ფუნდამენტი, ხე, რომელიც არის ვაშლის ხე, ვერასდროს ვერ მოისხავს მსხალს, მაგრამ ამ ვაშლს შეგიძლია რომ მიუმაგრო და დაამყნო ატამი და მიიღო ვაშლატამა. ეგ მგონია რა. ის თუ რა იქნება ეს ატმის ხე, იქნება ეს სკოლა, განათლება, სამეგობრო წრე თუ ნებისმიერი სხვა რამ, ეგ უკვე განსაზღვრავს იმას თუ რამდენად შეძლებს ეს შეძენილი და უკვე დეტერმინირებული ცნობიერი შენს ტვინზე წინააღმდეგობის გაწევას რა. იმიტომ რომ რომელ ბავშვს უყვარს სკოლაში სიარული? არავის ხო? ნუ არავის ალბათ არიან, ვისაც უყვარს ოღონდ იმის გამო არა რომ ეხლა იქ ფორმულებს ამოხსნის, მეგობრებს შეხვდება რაღაცა სიზოსი ის. და დღეს მოდი მარტივად დაგიხსოვ კითხვას, რეალურად რო აიღო ნებისმიერი ადამიანი, ალბათ მათ შორის შენც გირჩევნია რომ ფეხი ფეხზე გადადო, არ გიწევდეს მუშაობა, ყველაფერი ისე რაც გქონდეს და თუნდაც დრო დაუთმო ვარჯიშს, საყვარელ ადამიანს, მასთან ერთად ფილმის ყურებას, გასეირნებას, სოფლიოს დათვალიერებას და ასე შემდეგ. მაგრამ შენ გაქვს გაცნობიერებული, ანუ შენ ცნობიერს აქვს უკვე გაანალიზებული ის, რომ ამის, ანუ აი ამ ყველაფერს რაც წეგან ჩამოთვლი ამ კარგ რაღაცეებს, ჭირდება შრომა. მოდი ხარ და შრომა. ვიღაცა ამას არ გააკეთებს. ვიღაც წავა მოიპარავს. ვიღაც წავა რაღაც სისტემას მოატყუებს. ხო. და ეს უკვე ვის როგორ აქვს გაჯერებული მათ შორის გენეტიკურ კოდში და მათ შორის ის გარემო პირობები რამდენად დიდ გავლენას ახდენს. ნუ მე ეს მგონია რომ რაღაც დიდ გავლენას ახდენს ის თუ საცხოვრობ რა. ხო, ძალიან. ალბათ ის რაც 90-იანებში ხდებოდა ბევრ ქვეყანაში მოხდებოდა, რაც ჩვენთან ხდებოდა. მაგრამ ბევრ ქვეყანაში რაღაც სხვა პრიორიტეტები ქონდათ ადამიანებს, იმიტომ რომ ბევრი საკითხი იყო დაალაგებული. განათლება, ცხოვრების სტილი, სოციალური უთანასწორობა შეიძლება იმდენად დიდი არ იყო, როგორც აქ ჩვენთან იყო და ასე შემდეგ. ანუ გარემოც განაპირობებს ცნობიერს, აღზრდაც, გენეტიკაც, ბევრი რაღაცის ეს არის რა, ერთობლიობა. თუმცა მაინც მეტწილად მგონია რომ გენეტიკა არის ძირითადი საყრდენმა მოძრაობელი რა. მაგრამ იდეაში ეგ უფრო თვისება ხო არ არის, რაც შენ აღწერე ადამიანის და ცნობიერის როგორი იქნება, რამდენად ნებისყოფა იქნება ძლიერი და ასე შემდეგ რა. მე ალბათ კიდე ხო ნუ თქო და ფილოსოფიური შეკითხვა არის. რომ ანუ თავარი საბოლოო შეკითხვა არის ვინ ვარ მე და საიდან მოდის რა ეს. ხო და მაგას ვამბობ, ჩემი აზრით შენ ხარ გენეტიკა, ოჯახი, აღზრდა, სამეგობრო, მეორე ნახევარი, ის ოჯახი, რომელიც მე უკვე შექმენი, ამ ოჯახში დაბადებული ადამიანები და ის გარესამყარო, რომელიც ამის მიუხედავად შეგიძლია ეს ყველაფერი გააცნობიერო და მე აი ახლა ნახე, გაფილტრა შეგიძლია თუ არა, მან დაახლოებით უნდა წახვიდეს განუდგე ამ ყველაფერს. ეგ არის აი ფიზიკაში არსებობს ერთი ესეთი რაღაც ნივთი თავისთავად. მანამ სანამ ამ ოთახში არ შემოხვალ, მანამდე ამ ოთახში არაფერი არ არის. ანუ იმისთვის რომ ნივთმა იარსებოს ან რაღაცა მიარსებოს, ჭირდება ამ ნივთს დამკვირვებელი. შენ ვერასდროს ვერ გამოაცლი ყველაფერს რა. ანუ მაუგლი ვერ იქნები. ანუ ნახე, მაუგლიც კი, რომელიც საზოგადოებაში არ იყო, რომელსაც ერთი შეხედვით არ ყავდა ხალხი, მასაც რაღაც ქცევითი მოდელი გამორიცხულია რომ ადამიანმა არ აიღოს, მაშინ ვაკუუმში უნდა გაჩნდე. და ვაკუუმში ვერ გაჩნდები რა, მაშინ იქნები რაღაც მოლეკულა, ატომი რა. და რადგან ჩვენ ატომების ერთობლიობა ვართ, შეუძლებელია, ამიტომ გიწევს რაღაცასთან კონკრეტულთან მიხვიდი ან რელიგიასთან, ან ფილოსოფიასთან,
ან თუნდაც აბსურდთან, ან უბრალოდ ამაზე არ იფიქრო საერთოდ რა. შეუძლებელია რომ ყველაფრისგან გაფილტრო ადამიანი. არა, ეგ თავისთავად. და შესაბამისად მაგ კითხვაზე ალბათ ისევე ვერ მიხვალ პასუხ, მაგ კითხვის პასუხამდე ისევე ვერ მიხვალ, როგორც იმამდე რაღაც დიდი აფეთქება მოხდა თუ რა მოხდა. ხო და აი უყურე მე რა მგონია იცი რომ მაგამდე უფრო მიხვალ. დიდ აფეთქებამდე? ხო, იმიტომ რომ მივდივართ. ხო, ეხლა ხო, კი. მაგრამ აი ცნობიერების მიმართულებით ვერ წავიწიეთ წინ რა ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგით, დღესაც რო უსმენ ყველაზე ესეთ პოპულარულ და წარმატებულ და დაფასებულ ნეირო მეცნიერები იქნებიან თუ ფსიქოლოგები თუ ვინც იქნებიან, გადაჭრით პასუხი არავის არ აქვს. მაგალითად ესეთი ფილოსოფიური შეკითხვა თუ რელიგიური თუ რაღაცა გვეძგენ დაარქვი, რომ ცნობიერია ტვინის ნაყოფია თუ ტვინისგან დამოკიდებლად არსებობს. ამაზე რომ რაღაც 500 წლის წინაც რაღაც ფილოსოფოსები შეძლოდნენ, დღესაც მაგ დონეზე ვართ განსხვავებით, თქვათ მეცნიერები ფიზიკისგან, სადაც რა ვიცი დღეს რო შეადარო 200 წლის წინაც ვიცოდი და დღესაც ვიცით ფიზიკას და რაც შეგვიძლია, არის ძალიან დიდი სხვაობა, ხო? ხო და აი რომ ამ მიმართულებით თითქოს აი ჩემთვის ესე ორი მიმართულებაა და აი აქ ვართ, ისევ იქ ვდგავართ და აი აქ ესე მივფრინავთ რა. ხო და ეგ მგონია რომ ტვინის ნაყოფი რო იყოს 100%, თქვა აქაც პატარ-პატარ ნაბიჯებს გადავდგამდით რა. ჩვენ ვდგავთ ნაბიჯებს, ვსწავლობთ ტვინი როგორ მუშაობს, რომელი რაღაც ტვინის რაღაც ნაწილი, რომელ რაღაც თვისებაზეა პასუხისმგებელი რაღაცა, მაგრამ აი ცნობიერი რა არის, საიდან მოდის, თითქოს მაინც ვერ მივახლოვდით რა. მაშინ ცოტა ისე შემოგიბრუნებ შეკითხვას. სიყვარული რა არის? სიკეთე რა არის? ბოროტება რა არის? ყოველთვის აღქმაზეა დამოკიდებული. ვინ არის? სიკეთე და ბოროტება უფრო შეგიძლია თქვა, სიყვარული ვერ იტყვი რა არის, ხო? ის ვინც ბოროტია, იმასაც კი ჯერა, რომ ის თავის ცუდი საქმეებით ცუდი სულაც არა. ასე რომ ვინ არის, ან ვისი პრიზმიდან უყურებ მაგაზია ბევრი რამ დამოკიდებული. ანუ ნახე, მალე მოვალ. ვიღაცისთვის ეს მალე არის 5 წუთი, ვიღაცისთვის 15. ანუ მესმის რამდენად ვამატებთ ცნობიერებაც ილუზია არის. ანუ არა, ილუზია კი არ არის. აბსოლუტურად ყველა მიდგომა იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ცნობიერება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ყველა მართებული იქნება ვიღაცისთვის, ვინც ამბობს რომ ეს ტვინის ნაწილია, ტვინის ნაწილი მართლა არის. მანამ სანამ იარსებებს ადამიანი და ადამიანების განსხვავებული შეხედულებები ცნობიერებასთან დაკავშირებით, ეს არის რაღაცა ისეთი, რასაც ვერ ზომავ. ანუ არ არის წონა, არ არის სიჩქარე, არ არის რაღაც გავსი სიყვარულსაც ვერ გაზომავ. ტვინის ნაყოფია ესეც უნდა იზომებოდეს თქო, მაგას ვამბობ რა, თუ ფიზიკური მოვლენა არის. ხო, რაღაცით უნდა იზომებოდეს. ანუ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაში, მაშინ როდესაც გაატარებს მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას ადამიანი, აი შენ რომ გაჩვენო შენი მეუღლე, შესაბამისი უბნები აინთება. მაგრამ რა ანთებს ამ უბნებს თუ მაგას მეკითხები, ანუ მან უკვე ნეირომედიატორებამდე მიდიხარ რა. დოფამინი, სეროტონინი, ანუ ადრენალინის და ნორადრენალინის, ხო? ანუ მაგამდე მაინც მიხვალ. იმაზე უფრო სიღრმისეულად ჯერჯერობით ვერ მიხვალ. და მან უკვე რაღაც მხრივ შეიძლება რელიგია გეხმარებოდეს რა. ხო, არა, რელიგიამ შეიძლება თავის ახსნა შემოგთავაზოს. ხო, ახსნა შემოგთავაზოს, ხო რა. რაღაცა მაინც აი რაც არ უნდა ილაპარაკო, მაინც მე ესეთი სადებატო არის ხა რაღაც იმაზე ხო არ ვერ შეთანხმდები რა. ხო და ეგ არის უცნაურობა რა. მაგრამ ცნობიერება არსებობს ფაქტია. კი. რაღაცა ხო არ ცნობიერებები რა. თუნდაც ფიქრის პროცესიც ძალიან უცნაური არის. თუ ოდესმე დაინტერესებულ ხარ ან თუ აპირებ რომ კლინიკურ სიკვდილებს შეეხო. ქართულად კლინიკურ სიკვდილებს ვეძახით ამას ესე near death experience ქვია. საინტერესო არის მიახლოებული გამოცდილება ესე ითარგმნება. საინტერესო თემა არის. ჩემი ძმა არის ანგიოქირურგი. და რაღაც შემიძლია რომ სამედიცინო მიმართულებაში ვკითხო ბევრი რამ. მათ შორის თუნდაც მის ნაცნობებს და ამ საკითხსაც შევეხო. მაგრამ მაქსიმალურად ფაქიზად ვუდგები მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის მსგავსსაც რამ. იმიტომ რომ იქ ყოველთვის არის რაღაც ნიუანსი, რაც დიდი ალბათობით შემეშლება, რასაც უნდა მოვიძიო, რაც სულ რო ეხა 24/7-ზე ვერ დამიждდება ვერც ერთი ექიმი და ვერ მეტყვის იმას თუ რა ხდება და როგორ ხდება რა. და ამიტომ მირჩევნია რომ რაღაც ცოტა უფრო ისეთი აი მართლა საკამათო საკითხი რო არის იმაზე უფრო ჩავწერო ვიდეო ვიდრე ამაზე. შემიძლია რომ დაუშვად დიდხანს ვიმუშაო ამაზე და ვიღაცასთან კონსულტაცია თავიდან ბოლომდე გავიარო. აი ნოლანი რასაც აკეთებს ხოლმე თავის ფილმში შავხრელს რომ მართლა შავხრელს გავს რა ანუ მე რო აღმოჩნდა და მე რო აღმოჩნდა რომ ვიღაც ფიზიკოსთან ერთად აკეთებდა მაგას და რო ვფიქრდები ვოუ
ანუ ეგრე თუ ვიზავ ხა ნოლანს კი არ ვედრები, ანუ იმას გულისხმობ რა, ანუ მუშაობის სქემას. ეგრე კი შეიძლება რაღაც მთელ რიგ საკითხებზე ვიდეოების ჩაწერა, მაგრამ რთულია რა. ხო, ეგ არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც სკეპტიკურად უყურებ და ძალიან მაინტერესებს და ვერ გავწდი ასე ვთქვათ რა, ხო რაღაც ცხოვრებაში რაღაც დაგაინტერესებს თემა, უფრო დიდ ყურადღებას აქცევ, მე თითქოს ამოწურავ შენთვის, რაც გინდოდა იქიდან მიგეღო და აგრძელებ რა და ეს არის რაც ვერ ამოვწურე რა და არის ამ თემის მკვლევარები არსებობენ და არიან ადამიანები, ვინც ყვებიან თავის გამოცდილებას, ვისაც ეს დაემართა. არის ბევრი ცოტა არადამაჯერებელი და ესეთი ფენტეზი სამყარო, მაგრამ ძალიან უცნაურიაც არის აი წლების განმავლობაში რო უსმენ რაღაც 70-იან წლებში ამერიკის რაღაც შტატში, არკანზასში რაღაცასო დაემართა და აქ 2010 წელს ჰოლანდიაში დაემართა და სადღაც იაპონიაში სხვადასხვა განსხვავებული ასაკის და იმის ხო ერთი და იგივე ამბავს ყვება ყველა რა და ამას ვერ დაარქმევ ჰალუცინაციას, იმიტომ რომ ჰალუცინაცია სუბიექტურია ძალიან და მე და შენ რაღაც ჰალუცინაცია დრაგი მივიღოთ, სხვადასხვა ჰალუცინაციები გვექნება. და კიდე დღემდე ამოუხსნელია როგორ ყვება ეს ყველა ადამიანი ერთ და იგივე ისტორიას რა. ყველაში არის განსხვავებული დეტალები, მაგრამ აი როგორ გითხრა, ფაბულა არის ყველასი ერთი და იგივე რა. და თან აი არის кейსები, როცა ადამიანი უყვება რომ აი რაღაცა ფიზიკურად მოხდა და იცის რომ მოხდა იმ დროს ის მისი ტვინი იყო გამორთული აბსოლუტურად რა და ეს ყოველთვის აი ეს ალბათ ვიდეოს მომზადებაც ნელი იქნება, იმიტომ რომ ეს ვერ ჩაუждები და თქვა 60 დღეში ამას ვერ მოკრიბავ ამ პროცესს, ნუ რაღაცა მკვლევარები არიან, მაგრამ ისეთი ამბავი რომ მაშინ როდესაც გიკეთებენ ნარკოს და ოპერაციის პროცესს გადიხარ, აბსოლუტურად ყველაფერს გზნობ. უბრალოდ ტვინის დამცველობითი მექანიზმი გავიწყებს მაგ ყველაფერს. ხო. იცოდი? კი, ხო, ანუ მაგის დებატებიც ძალიან ბევრი მაქვს მოსმენილი და ეს ანუ მაგას ხო ვერასდროს ვერ დაამტკიცებ და ვერც უარყოფ. ვერ დაამტკიცებ და ვერც უარყოფ, ხო. ანუ არავინ ოპერაციის დროს MRT-ში ვერ შეგაგდებენ. იმიტომ რომ სკალპელს ვერ დაიჭერს, აი იკრავს ის მაგნიტი. ანუ როგორ გინდა რომ დაამტკიცო, როგორ გინდა რომ იმას აქნა, ხო? ანუ არის რაღაცა მთელი რიგი ექსპერიმენტები, ნუ ალბათ ამის დამტკიცება შეიძლება ისე უბრალოდ არავინ არ მივიდოდა ამ იმამდე. ანუ მთელი რიგი საკითხები არის, რასაც რაღაც მე ემპირიულად ვერ დაამტკიცებ რა, რაღაც ვერ გამოსდი, ვერ იმის რომ ტესტს ვერ ჩაატარებ. გამოსდი, ეგ არის, კი. მაგრამ აი როგორ გითხრა, ხო გაქვს შეგრძნება, რომ აი ადამიანი რო ხა 1 საათი დაждდეს და რაღაც გიყვებოდეს. თავის ემოციურ თავგადასავალს რა, რომ აი ხან ტილს იწყებს, ხან იცინის მე რაღაც რო ხსენდება, ხან ხო შეუძლებელია რომ სადღაც იყალბი არ დაიჭირო, რომ თვითონ ჯერა თუ არ ამისასაც გიყვება რა. კი, რა თქმა უნდა. და თან ასეც რო უსმენ ძალიან ბევრს და ყველას ერთ იგივე მომენტზე ეტირება, ერთ იგივე მომენტზე იმაში რაღაცა ბედნიერება და ის სიხარული ეტყვა მე ერთ იგივე დასკვნა გამოვა ყველას, აი აბსოლუტურად ყველას გამოგ ერთ იგივე დასკვნა რა, სადღაც რო დაემართებათ. აღარ მინდა დეტალებში შევიდე. ბრუნდებიან, აი თითქოს ასე და რა ქვია, ბრუნდება ერთ იგივე მესიჯით თუ რაღაცა რა, რომ როგორი შეგრძნება იყო მაგალითად რომ იქ დრო არ არსებობდა, როგორი შეცვლილები ბრუნდებიან, რომ არამატერიალისტები ბრუნდებიან და რაღაც აი შეცვლილები არიან ხო, გამომეტყველებაში ეტყობა რა. ამის ახსნა ძნელია და ვიცი რომ ძალიან ისე ჟღერს რა, მეც ჩემთვისაც რაღაცას რომ მოეყოლა, ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ აი დღემდე არის რამდენიმე არხი, ესეთი ვისაც კარგი ინტერვიუები აქვს რა, ესეთი რომელიც არ ცდილობს რომ რაღაცა clickbait იყოს ან ვიდეოს დააგროვოს რა, არის რაღაც უბრალოდ დასვამენ ადამიანს და ელაპარაკე ეკითხებიან იმას რომ უსმენ, აი ვერ დავიჭირე, აი სულ მინდა რომ რაღაც ჩემმა თავმა არ მომატყუოს და არ მინდოდეს ამის დაჯერება და ამიტომ არ ვიჯერებდე. ვერ ვიტყვი ჯერა, მაგრამ ნუ აი ვერ იქაც ესევა რა, თან ვერ უარყოფ, მაგრამ თან საინტერესო არის რა, ბოლომდე ვერ დააბრალებ რომ ტვინის რაღაცა ის არის რა. და აქედან გამომდინარე ეს და კიდე ბევრი სხვა შემთხვევა ცხოვრებაში და დაკვირვება, მე პირადად მაფიქრებინებს, რომ კიდე რაღაცა ხდება რა. კინოსიმულაციის ამბავი დაარქვი, კიდე რაც კიდე დაარქვი. ალბათ 99.9%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობენ არანაირი მედიუმები, სადღაც მაინც უშვებ, რომ ვიღაცას შეიძლება მართლა კონდეს ხილვა და მე ახდეს. და კიდე კონდეს და კიდე ახდეს. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მისი ხილვა ახდება. აი, ძალიან სკეპტიკურად უყურებ და რა თქმა, ანუ
მაქვს იმის უფლება რომ სკეპტიკურად ვუყურო რა. მათ შორის თუნდაც ნოსტრადამუს, რომლის არც ერთი წინასწარმეტყველება რეალურად არ არის ამხტარი და მე მიაწერენ ხოლმე რაღაცა მოვლენებს. ვანგა და ნოსტრადამუსი და ერთის და მეორეც რა. ან თუნდაც სიმფსონების ის როა იყო რა. მანდაც რაღაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის, მთელი რიგი საკითხები კი ებოლა იწინასწარმეტყველეს. არა, კი არის წინასწარმეტყველეს. ძველი ეპიზოდია და მანამდეც იყო ებოლა, უბრალოდ იმდენად დიდი პანდემია არ იყო და იმაშებოდნენ. თან რაღაცა ხა მილიონ სცენარში დაწერა, რაღაცა მე მოხდებოდა ეს რაღაცა. ეგ არის, კი, ეგ არის რა. და აი მთელი რიგი საკითხები არის რა. რო აი სკეპტიკურად უნდა უყურო, სხვა გზა არ გრჩება. სხვა გზა არ გრჩება, ხო, მაგრამ სადღაც მაინც მირჩევნია რომ ჯეროდეს, რომ აი თუნდაც აი უცხოპლანეტელები არსებობენ, ვიღაცა შეუძლია მომავლის დანახვა. ოღონდ რაღაც 100%-იანი სიზუსტით არა, მაგრამ პლუს მინუს მაინც ხედავს. მირჩევნია რომ ჯეროდეს რაღაც. ხო, აი ხო, იმიტომ რომ მაგის გარეშე ცოტა მოსაწყენი გამოდის ამყარ. ხო, და აი ბევრი ესეთი დებატებიც რო არის ხოლმე რაღაცა ჰიჩინსი და რაღაცები არსებობდნენ, ვინც აი ღმერთი არსებობს თუ რა დასწრებოდნენ, დებატობდნენ. იქაც ვერ იტყვირო რომ რაღაცა აუცილებლად იგებდა რა. ვიღაცისთვის შეიძლება თქვა რომ ვინც თავიდანვე ვიდეოს ჩართომდე ჰიჩინსის მომხრეა თქვა რომ რაღაცა აი ასეთია ის ხო, წინარე დამოკიდებულება მანამ სანამ ჩართავ ბევრ რაღაცას საზღვრავს. კი. აი ნახე მაშინ როცა კენედის ვიდეო რო ავიღოთ რა. ვიღაცა ვინც ამბობს რომ მოსადმა მოიშორა, იმას სულ რომ იმ დროში წაიყვანო, აჩვენო რა მოხდა და რეალურად პირობითად ლი ჰარვი ოსვალდმა ისროლა და არავის არ დაუკვეთავს, მაინც თავისას მიეწოება ბოლომდე. არიან რა ეგეთი ადამიანები ძალიან ჯიუტები რო არიან რა. გაკ ვიდეო არია 51-ზე. ხო. ბოლო დროინდელ ჩვენ მას რა ქვია? ევიდენსი როგორ არის? სამხილი. ხო, სამხილებს თუ ჩაძიები ხარ. ბოლოს რო გაასაჯაროეს სამხედროების გადაღებული უცხოპლანეტელების რაღაცები, რეალურად მე ბოლოს ხო ეგენიც რაღაცა ექსპერიმენტული ის აღმოჩნდა. არ ვიცი ხო და ეგ როგორ აღმოჩნდა. ბოლოს გაირკვა ის რომ არანაირი უცხოპლანეტური ის არ იყო რა, უბრალოდ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იყო იმ კონკრეტული სამხედროსთვის, ვინც ეგ კადრები გადაიღო, იმიტომ რომ ყველას არ აქვს შესაბამისი დონის წვდომა რაღაც გარკვეული ინფორმაციაზე. აი ხო მაგალითად ზონა 51-ის კადრები ნასამ რო გაავრცელა, ნასამ არც კი იცოდა იმდენად გასაიდუმლოებული იყო ეს ყველაფერი, რომ აქ სადღაც რაღაც არის ამის ფოტოები არ გამოაქვეყნოთ, მაგას ხო არ ეტყოდნენ. და ამ წარმოიდგინე შენ რომ რაღაც კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი ხარ რაღაც Mi-6-ის. სადღაც შეიძლება Mi-9 არსებობს და 14. უბრალოდ შენ იქამდე ვერც კი მიდიხარ რა. რაღაცა იმ Men in Black-ში რო არის რა, ვიღაცა ქვევით მე-4-ზე მუშაობს და ვიღაც იმის სიღრმეში 54-ზე რა. მანდაც დაახლოებით იგივე რაღაც იყო მე რეალურად რა. ხო. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეს სამხედრო რომელიც აღწერდა და კიდე რადარის კიდე იყო ერთი ზღვაზე რო გადაადგილდებოდა რაღაც ობიექტი ზღვის თავზე. ხო, ეს აი ეს მფრინავი ობიექტები ციდან კი არა ქვევიდან არიანო, მაგაზეც იყო საუბარი, რომ ოკეანიდან არიანო და რაღაც უცხო პლანეტიდან რა. გამოჩნდა მიზეზი რაც იყო მაგისეც? კი, როგორ არა. მანდაც დაახლოებით იგივე მომენტი იყო ეკოლოტი, იცი, როგორ რა პრინციპით მუშაობს. აი როგორც ეკოსკოპია მაქედონ მოდის რა, რეალურად. უშვებს ხმის სიგნალს და ღამურაც ეგრე ხედავს რა. ხმას უშვებს, სხვადასხვა ობიექტი სხვადასხვანაირად ირეკლავს. ხო, ვიცი, ეს ხო რა. მანდაც რაღაცა ეკოლოტით გამოიკვლეს ყველაფერი რა იმ ტერიტორიაზე ვერაფერი ვერ იპოვეს. მანდაც რაღაცა ისეთი იყო, რაც შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში მეზღვაურმა რომელმაც გადაიღო ვერ აიხსნა, მაგრამ რეალურად ახსნადი არის რა. ხო, მთელი რიგი საკითხებია, მაგრამ ფოტოშორის ბოდიში, სოციალის ეს ბოლო წლები, იმას შემდეგ რაც კამერების ხარისხი უკვე თითქმის ყველა ტელეფონზე რაღაც 1-2 კი 1000 იმატებს. ჯანმრთელობა. ხარისხი რო იმატებს, შემცირდა ტელეფონით გადაღებული ამ უცნობი მფრინავი ობიექტების კადრები. რატომ მოიკლონეთ? ხო, იმიტომ რომ კამერა ბეროდ უფრო მარტივად იმაშვება. ბეროდ უფრო კარგად და ხარისხიანად იღებს ყველაფერს. აი ხლა ბოლო რა იყო, იცი? რაღაცა ნათება იყო მილოუკის ნათება თუ რაღაც მსგავსი დაარქვეს. და ბოლოს გაირკვა თოლები იყვნენ.
თოლიები. კი. ან თოლიები იყვნენ, რომლებიც შუქს ირეკლავდნენ, იმიტომ რომ მანამდე იყვნენ პორტში და ამ პორტში, ანუ იმპორტის ისინიც მაქვს რა ნანახი. პორტში მოკლედ დაჭერილ თევზებში რასაც ქვია იბანავეს ამ თოლიებმა და თევზს ხო ისეთი ის აქვს რომ ირეკლავს რა ეს ვერცხლისფერი ფარფლები. და ამ ფარფლებში დასული თოლიები იყვნენ მილოუკის ცაზე დასერჩეს მაყურებელმა და გაიცნოს ინფორმაციას მილოუკის ცაზე. მან ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ვინ სიტყვის რომ არა ეგ სახელმწიფო მოიფიქრა იქ თევზები მოიპარეს თვითონ მაგრამ ნუ მეც მინდა რომ ჯეროდეს მაგრამ მანამ სანამ ჩემი თვალით არ მანამდე ვერ. ხო. აი რო წარმოვიდგინო რომ გავიდა 50 წელი დღეიდან და კიდე ვიდეოს აკეთებ ხელოვნურმა ინტელექტომ როგორ შეცვალა სამყარო. აი რა იქნება შენი აზრით? ჩემი აზრით როგორი იქნება? თუ თვითონ ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს მაგ ვიდეოს. მე არ მინდა რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთოს, იმიტომ რომ თუ ხელოვნური ინტელექტი გააკეთოს ბუნებრივია მე გავაკეთებინებ. ანუ მე ვიქნები ის ვინც მაინც ამოძრავებს ამ იმას ფაფეთს, მაგრამ მაინც არ მინდა, იმიტომ რომ გონია რომ მან არის იმის რისკი, რომ ადამიანები დაკარგავენ ბუნებრიობის რაღაც შეგრძნებას. ნახე, მე შემიძლია რომ ხელოვნური ინტელექტს დავაგენერირებინო thumbnail-ი, შემიძლია რომ დავაგენერირებინო რაღაც მე ნახატი რა. მაგრამ ალბათ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ფერთა შეზავება იდეალური იყოს. Love Death Robot გაქვს ნახე. ყველაფერი არა, მაგრამ რაღაც ამდენი ეპიზოდი. Zima Blue გაქვს ეგ ეპიზოდი ნახე. ეს არის ეს ტვერსასრუტი რობოტი, რომელიც წყალში მუშაობდა და მე ლურჯად ღებავს ყველაფერს. ანუ შეიძლება იდეალურად დასვას ყველანაირი ფერი, მაგრამ სულს და არს და შინაარს იყოს მოკლებული რა. აი მანდაც მგონია რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება დააგენერიროს ისე რომ გარჩევა შეუძლებელი იყოს ფიზიკურად, მაგრამ რაღაც წარმოიდგინე რამხილა პრომპტი უნდა გაუწერო, რომ მაშინ როდესაც საუბრობ ვიღაც გარდაცვლილ შოვის ტრაგედიაში გარდაცვლილ ადამიანზე, იქ უწერ იმას ხელოვნურ ინტელექტს, რომ თვალზე ცრემლი მოადგეს. ოღონდ არ წამოუვიდეს, უბრალოდ მოადგეს. და მე აი ეს გააკეთე. ან მაგას ხო ვერ გაუწერ. ეგ ნუ თუ მაგას უწერ, მაგის გაწერას ჯობია რომ ადგე და დაждე და ილაპარაკო რა. ხო. ნუ ჩემი აზრით. და ეგ ის დეტალებია, რაც ქმნის თუნდაც ჩემს არხს ან შენს არხს. დასვავ აქ AI-ის, კაცმანს ქონდა მსგავსი პოდკასტი. AI-ისთან ქონდა პოდკასტი რა. დასვავ AI-ის და ალაპარაკებ. მაგრამ რაღაც აზრს მოკლებული იქნება. თან დღემდე, ანუ AI-ზე რაღაც ბევრს ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვს, რაღაც მოდი AI-ის მივწეროთ ეს ყველა საბუთი და ის გაგვირკვევს. არა AI-ც არის ძალიან დიდ დატაზე მომუშავე რაღაც მოწყობილობა, რომელიც ამუშავებს ინტერნეტში არსებულ ყველაფერს. ანუ მე რო პირობითად მე და 500 ადამიანმა Facebook-ზე რო რაღაც კონკრეტულ თემაზე, ნუ Facebook-ზე თუ არა სადღაც ჟურნალში სტატია დავწეროთ, ონლაინ გაზეთს გულისხმობ. მეც და 50-მა სხვადასხვა გაზეთმაც, სულ რომ ცდარი იყოს ინფორმაცია, AI-ს რო გადაამოწმებს, კეტყვის რო კი ეს 2025 წლის აქ არ მოხდა არიღები. რაღაც დღევანდელ დღეს ეს და ეს მოხდა მიწისძვრა თბილისში. მარტო იმიტომ რომ ის ინფორმაცია აქვს, რასაც აკრებს რა. და მან წარმოიდგინე რამდენი ინფორმაცია უნდა მისცე. თუმცა ხო. აი Spotify გადახეს სადახნესი. ნუ გადახეს არ ქვია დასკრეფეს 300 ტერაბაიტი მასალა გადმოიწერეს, თავისუფალ წლობაში ატვირთეს. AI მოდელები მუშაობენ როგორ? ატრენინგებ ამ AI მოდელს, მოასვენინებს 300 მილიონ სიმღერას, კი 300 ტერაბაიტი სიმღერას და რაღაც ანალიზის მიხედვით თვითონაც სიმღერებს. ეგრე იქნება ვიდეოზეც. აყურებინებ YouTube-ზე ატვირთულ ყველა ვიდეოს, ადამიანისგან განსხვავებით ყველა ვიდეოს ერთდროულად უყურებს, ყველასგან მიიღებს რაღაცა ინფორმაციას და შეგიკრავს იდეალურ ვიდეოს. ხო, ეს 300 ტერაბაიტის სიტყვაზე თქვით თუ მართლა მაგდ? არა, მართლა მაგდ. მეტი არის. კი, ტორენტზე ატვირთეს. Spotify-ს არქივი 300 ტერაბაიტი. 1 ტერაბაიტი არის 1000 გიგაბაიტი. ვიცი ხო, მაგრამ მერე Spotify-ს რაღაცა მგონია რომ გამოდის რამდენი? 3 მილიონი გიგაბაიტი. 3 მილიონი გიგაბაიტი სიმღერა. 30 მილიონი გიგაბაიტი. 30 მილიონი გიგაბაიტი. 30 მილიონი გიგაბაიტი ცოტა. ხო, სიმღერებისთვის კი, MP3-ებისთვის. ხო, MP3-ებისთვის. მაგრამ ფლეკები აქვს მაგათ, მაგრამ მაინც. მაგრამ კაი, სამყაროს როგორ შეცვლის?
ნუ იმედი მაქვს რომ სწორად გამოვიყენებთ. მან ისევ აი ოპენჰაიმერის ამბავზე მივალ რა. დარწმუნებული ვარ რომ ოპენჰაიმერებს ჩვენ რა ხდებოდა რომ რაღაც ბომბს ქმნიდა რომელსაც არავინ საიმისოდ არ გამოიყენებდა რომ რაღაც მოდი ატომურ ენერგეტიკას მივაწვეთ ბიჭებო. ეგ რო არ იქნებოდა და იარაღს ქმნიდა ეგ ფაქტია. ჩანაფიქრი შეიძლება მართლა ძალიან კარგი ქონდა, მაგრამ ვინ როგორ გამოიყენა ეგ ხო სხვა არის. აქაც მგონია რომ გააჩნია ვინ როგორ და რანაირად გამოიყენებს AI-ს რა. ანუ ის თუ რა მოთხოვნა გექნება ეგ შექმნის AI-ისთვის მიწოდებას რა, რას მოგცემს. პრომპტზე იქნება დამოკიდებული. თუ შენ სადღაც გამოტყუებ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გააკეთო მოლოტოვის კოქტეილი, ადგება და მაგას მოგცემს, მაგრამ სადღაც შენ თუ რაღაც შენს ირგვლივ არსებულ სოციუმში პრობლემებზე დაელაპარაკები, აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაციას მიაწვდი. დაუშვათ სადღაც სოფელში, კახეთში რაღაც ვენახი გაქვს და რაღაც გინდა რომ მეზობლები შეკრიბო და რაღაც ერთიანი ძალებით მიაღწიოთ ერთ რაღაც კარგ შედეგს. რაღაც შეიძლება მაგაშიც კი დაიხმარო რა. გააჩნია როგორ იყენებ. ხო, ანუ აქ მომენტ, ესეთი სიტუაცია ხომ უფრო მეტად კაცობრიობაზე არის დამოკიდებული ვიდრე თქვა ატომობის შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ცალკეულ ადამიანებს არის იმაშრება, ანუ თავისი და ავტონომიურად ხო არ მუშაობს არა. რაღაც საერთო ჯამში ჩვენ რასაც ვთხოვთ იმას იზავს. ხო, ანუ რასაც ვთხოვ იმას იზავს. მაგრამ აი რა მეთოდით ეგ კიდევ სხვა არის, ნახე, რომ მიწერო რომ აი დაბინძურების პრობლემა მოდი მომაგვარებინე. შეიძლება მივიდეს იმ დასკვნამდე რომ გადაშენდით და მოგვარდება. ხო ხტები რა. ანუ პრომპტის გაწერა უნდა იცოდე. მომაგვარებინე ეს პრობლემა ოღონდ ისე რომ კაცობრიობამ შობადობა არ მოიკლოს და ისე ვითარდებოდეთ და ვიზრდებოდეთ პოპულაციაში და ოღონდ ისე რომ სურსათი საკვები ტანსაცმელი ყველაფერი ისო ყოფნიდეს. ანუ გააჩნია როგორ იმას იზავ, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი პანდემიამ გვაჩვენა რა. ანუ არ გახვიდე გარეთ, არ იმუშავა და რაღაც დელფინი გამოჩნდება ვენეციაში. ეგ და გლობალურ მასშტაბში კიდე აღარ იარსებოდა პლანეტა თავისით ავტონომიურად გააგრძელებს არსებობას და ისევ გამწვანდება, მაგრამ ვისთვის იქნება ეგ გამწვანებული? მე თუ არ ნახე რა თქმა იყოს თავი. ეგრეა იქაცის. ყველა თუ გაქრება რა ხდება. ეხლა ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე აქტიურად რაში იყენებ? ფოტოების გენერაციაში. ფოტოების? ხო. მხოლოდ. ხო, ვიდეოებიც შემიჩნევია გენერირებული. არც ერთ ვიდეო არაა დაგენერებული. ერთადერთი კადრი სტოკიდან იღებ რაღაცა? Envato, FreePic და Pexels. X3. ანუ არც ერთი არაა დაგენერირებული. ანუ Premiere Pro-ში და After Effects-ში დამონტაჟებულია ყველა. ერთადერთი 5 წამიანი კადრი. არა, რაღაცა კადრებს რო იყენებ თქო მაგას. არასდროს არ გამოგიყენებ დაგენერირებული კადრები. ესე გავდა ძალიან შეიძლება, მაგრამ არასდროს. აი ერთი ახლა გეტყვი რა. FreePic-ზე მაქვს შეძენილი ეს პრემიუმი, სადაც შემიძლია ნანო ბანანა სიდრიმი რაღაც ბევრი რაღაც გამოვიყენო რა. და დიატლოვის უღელტეხილზე იყო იქ ერთი ესეთი კადრი, მან სისტემის წევრს უნდა ეპოვა თოლში რაღაც ნაჭერი. და გაუწერე რომ მან სისტემის წევრი, რომელიც წააგავს რაღაც დაახლოებით ინდიელ ბილეთს, პოულობს თოლში დაგდებულ ნაჭერს და იღებს. ჯერ აიღო პირს ჩაიდო. მერე მივწერე რომ არა მეთქი, ნამდვილად ნაჭერს ნუ შეჭავს მეთქი. აიდო და დასუნა. მეთქი ნუ მიაქ სახესთან რა, ანუ თან იხარჯება ამასობაში კრედიტები რა. ხო. და ბოლოს ესე იღებს ნაჭერს და დახედავს და ესე აგდებს და მომიწია მაგ კადრის ჩასმა რა. და ანუ მაგიტომ არ მინდა ეგ. ვიყენებ კადრებს სერიალებიდან, ფილმებიდან, კოპირაიტს არ უშენდები 1-7 მაგ გასაჩივრებული 7-ვე მოგებული. და სტრაიკი გაქვს? კი, როგორ არა. ანუ სტრაიკი ახლა 0. რაღაც 2-3 დღე გრძელდება ხოლმე ეგ. ანუ მან კაი გამოსავალია დაფლიპო უნდა რა და არ გიწევს რეალურად არაფერი. მე რადგან კონტენტი მაქვს ისეთი რომ შემეცნებიც ვაკეთებ, მე შემიძლია fair use-ის წესი გამოვიყენო. ხო და მე რაღაც შორტი გავაკეთე. და აი შორტის რაღაც ზედა კვადრატში მედო ქართული არხის რაღაც პროდუქცია და დაადო ეგ. და არაფრით არ მოაშორა, სადამ მე ახალი დავამონტაჟე დავფლიპე ეს შევატრიალე და იმას. მან ნახე როგორაა, რეალურად შენ შეგიძლია გაასაჩივრო. თუ გაასაჩივრებ, იძულებულები ხდებიან რომ ან მოაშორონ 30 დღეში. თუ პირობითად ეგ ვიცი, გამოსაჩივრებია ბევრი და მოხსნია მე 30 დღის მერე. უბრალოდ ეს მუსიკაზე იყო ხოლმე. ხო, მუსიკაზეა ხოლმე რა. მუსიკას სულ YouTube-ის მუსიკას ვიყენებ ხოლმე, ანუ YouTube-ის იმაში მედიაში რაც არის. და მე მანდ როგორ აიცი, ბევრს გონია რომ
კიდევ ერთხელ ანუ მეტყვის რომ არ მოხსნი ამას იმას რა ქვია copyright-ო. კიდევ ერთხელ რო ასაჩივრებ, მე YouTube-ით ხოვს იმას, რომ იურიდიულად ამ ადამიანმა უნდა დაამტკიცოს სასამართლოში, რომ პროდუქტი, რომელიც შენ გამოიყენე შენს ვიდეოში, მას ეკუთვნის. და ეგ იმხელა რაღაცასთან არის დაკავშირებული, ანუ სასამართლოში უნდა ირბინოს. აი, ნაიბუკელესამ ციხის კადრებს როცა ვაკეთებდი, copyright-ი მოხდა, იმიტომ რომ რომელიღაცა ფრანგულ ტელევიზიას ქონა გაკეთებული სიუჟეტი, საიდანაც მე მქონდა აღებული კადრები, ხო, მე ვერ ჩავალ ამ ციხეში და ვერ გადავიღებ რა. ამიტომ იძულებული ვარ, რომ სადღაც ვიღაცისთვის უკვე ოდესღაც ნანახი კადრი გამოვიყენო, ან ოდესღაც მოსმენილი ტექსტი უბრალოდ რაც ქართულად და არა ინგლისურად რა. ხო. ან მოისმინოს და არ წაიკითხო სტატიაში. ეგ არის რა, ეს ჩემი აწყობის სტილი და ამას მე ვერ გავექცევი სამწუხაროდ. და ანუ მსგავს სიტუაციაში მიწევს რომ თუნდაც რომ მითხრას რომ არა ეს გასაჩივრება არ კმაყოფილდება, კიდევ ერთხელ გავასაჩირო და მე ეზარება და ეგრე მოვიდა ამ ტელევიზიასაც. იგივე მოხდა იმაში. კენედის ხალხობას. შენი ვიდეო დაუდიო ვინმეს? არა, ჯერ არა. ჯერ მქონია ეგეთი. ანუ მეც ვფიქრობდი ერთ პერიოდი სოციალურ ქსელებში. არა, არც TikTok-ზე არ ხდება, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოები არ არის ისეთი, საიდანაც რაღაცა კონკრეტულს ერთს ამოჭრი პატარას რა. ანუ არ არის ეგრე. ამ პოდკასტში შეიძლება ანუ უკვე ამოსაჭრელი რაღაც კადრები არის რამდენიმე რა, უკვე მონიშნული რა. მაგრამ ბურად დადებული. ხო და იქ არის რაღაც სტრუქტურა რა. მოვლენა, ხო, გასაგებია რაღაცა მე 7 და მე პერიოდი, ხო, ვერაფერს ვერ იმასია. თუმცა არის იქ რაღაც ხუმრობა ეხლა აქ ფსიქოპათების იმაზე. ჩარლზ მენსონს ყავდა საცოლე. ეს საცოლე ახალგაზრდა გოგო იყო და მაგათ 7 წელი საცოლის სტატუსით იყო, მაგრამ მე ჩარლზ მენსონი დაშორდა, იმიტომ რომ ამ გოგოს აღმოჩნდა, რომ სურდა ჩარლზ მენსონის გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული გაიყიდა და იქ ამბობ რა გაუკეთეს ჩარლზს თქო. რა და ამ დროს მანიაკია, მკვლელია, ფსიქოპათია და ნუ მოკლედ რა. და ეგ შეიძლება ვიღაცა ამოჭრას და დადოს, მაგრამ სტატისტიკას რო უყურებ, მე ეჭვება რომ ის ენთუზიაზმით ახსავსე ახალგაზრდები მიყურებდნენ, იმიტომ რომ ანალიტიკა მიჩვენებს, რომ ძირითადი მაყურებელი არის 24-დან 30-მდე და ყველაზე მეტი არის რაღაც 40-50 შუალედში. და გაგიკვირდება, მაგრამ 60 პლუსი. ჩემიც ესე არის და ხო, 60 პლუსი უფრო მეტი მიყურებს ვიდრე 18-მდე. 18-მდე მიყურებს 0.6. 0.6%. 13-18 რაც არის, ხო? 13-დან 18-მდე 0.6% მიყურებს. რა უცნაური. და იმის ხარჯზე, რომ თითქმის არ მყავს არასრულწლოვანი აუდიტორია, მონეტიზაცია მე არ მეგონა, რომ ოდესღაც ასე დაწერდა. გაზრდილია ბოლო პერიოდში რა რო გადის იზრდება. ხო, ანუ 5 წლის წინ ეს. არა, 5 წლის წინ კი არა, მე 2016-ში ვიყავი YouTube-ზე, 2018-ში. არა, ნუ 95,000 გამოწერიანი არხი მყავდა. რამდენი? 95. ხო და ეს გეიმინგ არხია, ხო. გეომაინერი. და იქ ყოველი ვიდეო 50-60,000 ნახვას დებდა და რაღაც ცენტებს წერდა. ხო, და იმასთან შედარებით ძალიან გაზრდა. ახლა ეგ არის რა, ანუ რაღაც შეცვლილია და იმას მოვაყოლე რომ ის copyright-ი რომ მოდის, მეთქი ისა ბიჭო. ხო, მეც მაგრამ მე იხელა ვიშრომე და უფრო კაცების ჩენელზე არის ხო. არც სპონსორი არ ყავს, რაღაც მაინც კიდე ცალკე გირტყავს რა იქ. ხო, ეხა ისა რა ქვია კაცების გადაცემაში ვიტნი ჰიუსტონის რაღაცა მონაკვეთი აქ მქონდა ლეპტოპი ჩართული და იქ ისმის მიკროფონში აი წარმოგიდგენ როგორი ხარისხია და რაღაცა ითამაშეს ის ჩელენჯი რო არის ვიტნი ჰიუსტონის დიდი ხანი შედის და ნახე ეგ ეპიზოდი. მაგაზე და copyright-ი დამატო გავასაჩირო და მაინც იმას ეხა კიდე უნდა გავასაჩირო რა. მაგრამ ნუ აი მაგაზე კიდე რომ გავასაჩივრებ მე უკვე რაღაცა იურიდიული იმამდე მიდიან რა, მაგრამ ყველას ეზარება ეხლა აი ჩემს აქ მაგათად რა ქვია პიანოსაც უკრავს იმის არხი ცალკე აქვს და იქაც კი რაღაც მოცარტის ან რაღაც ბეთჰოვენის რაღაცაზეც copyright-ები ხდება ხოლმე რომ ეს მან დაუკრა იმ რაღაც ორკესტრმა და იმას Sony Music-ს ეკუთვნის Suno-ს თუ რა Sony Sony ო Sony Suno AI არის ერთი ესეთი AI რომელიც აგენერებს მუსიკას და მეთქი Suno-ს არა Sony-ს ეკუთვნის ხო და სულ გიწევს მე გასაჩივრება. გონიერი კომპლიმენტია, როცა ერთი ადამიანი უკრავ ისე რომ ორკესტრს გადარებენ. ხო, ასე რომ ხო. ხო, copyright-ებთან ასე რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება.
რომ და სოციალურ ქსელებში გაზიარებაც. იმიტომ რომ მე რო ჩემს ვიდეოს ვუყურებ, ძალიან დიდი რაოდენობის გაზიარება აქვს ხოლმე, ანალიტიკა მიჩვენებს რა. ძალიან ბევრი გაზიარება აქვს. რაღაც მასაც მე გადმოყავს ბევრი მაყურებელი. 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს ხოლმე საშუალოდ ვიდეოს სოციალურ ქსელებში. მართლა? კი, 1000. მაგას როგორ ნახულობ? weekly recaps მიკეთებს YouTube-ი ყოველკვირეულად YouTube-ის ტელეფონის აპლიკაციაში. კიდე როგორ შეგიძლია ყველაზე ნახვადი რა იყო ანალიტიკაში, ისა ვინ მომიყვანა, ანუ უცხო ეგ რეკაპი ხო? YouTuber-მა თუ რაღაც ეგრევე რეკომენდირებულმა, ანუ ვიღაცისგან გადმოვიდა თუ Upnext-ში ხო, Upnext-ში იყო თუ დასერჩა და ისე მოვიდა და მსგავს რაღაცებს იმუშავდა. YouTube-ზე, უბრალოდ Facebook-ის search-ში შეგიძლია ჩაწერო სათაური ვიდეოსი, უბრალოდ ტექსტი. და თუ სადმე public post-ი არის, მაგასაც გიჩვენებს. ხო, მაგაზე არ მეფიქრია ისეთ, მადლობები უნდა დავარეკო. ხო. ხო, აი ზუსტად შენი ვიდეოს სათაური როგორც არის, ეგ დააკოპირე და search-ში ჩაწერე. ხო, იმიტომ რომ იქ ხო იმას links ხო და მე რა მოგიყრის ყველა public ისაც არის და დაშიარება რა. embed code-ით. არის ხომ ჩემ პოდკასტზე ზოგს 0 აქვს და ზოგს შეიძლება რამდენიმე ასეული ქონდეს რა გააჩნია სტუმარი. ანუ მე რაღაც კვირაში 1000-მდე მიგროვდება, იმიტომ რომ ყოველკვირეული რეკაპი ეგრე არის, რომ რაღაც არხის ხო, ეგ მაგარი შედეგია, კი. კი, და watch time-იც მაღალი აქვს. რა საშუალოდ? 22-25. აი მონტაჟი გაქვს, ეხლა გამიკვირდა რომ 18 წლამდე ის ყავდა ცოტა, იმიტომ რომ მონტაჟი ისეთი გაქვს, რომ აი ყველაზე მეტად ეგეთი ავტორი უნდა დაიჭიროს რა, თქო თვალს რო ვერ მოწყვეტ, ეგეთი მონტაჟი გაქვს რა. ამას YouTube-ის ალგორითმის გამო ვაკეთებ თუ უბრალოდ შენი გემოვნებისთვის აკეთებ? არა, მე ძალიან მომწონს. ანუ მაგის გარაშე რა წარმომედგენია. მე თან ტელევიზიაშიც მიმოშავე, რუსთავერში ვმუშაობდი, ოღონდ სოციმედიაში ვიყავი და იქაც ვახმოვანებდი და ვიდეოებს ვაკეთებდი, რამდენიმე ვიდეოს მილიონი ნახვაც კი აქვს. უბრალოდ იქ ვდებდი, ამბები ციფრულად ეგეთი რუბრიკა იყო და იქ მაქვს რამდენიმე ვიდეო, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს და იქაც ეგრე ვიყავი რა, ანუ მაშინაც არ იყო რაღაც ტელევიზია იყო, რომელსაც რაღაც კონკრეტული ისინი ქონდა ყვითელი ჩარჩო, რომელიც ესე ივსება და მორჩა მეტი არაფერი და უბრალოდ კადრები მიდის და მორჩა ბიროლებით აწყობილი ვიდეო. არა, იქაც twins ბურღავდი ხოლმე. ხო, ანუ შენთვის აკეთებ რა იმისთვის. აი ხო, ეგ მაქვს რა. ალგორითმისთვის. თუმცა ალგორითმისთვისაც, იმიტომ რომ მაინც ახლა რაც არ უნდა იყოს, მე არ ვიცი რამდენად full time-ად გადაიქცევა YouTube-ი ჩემთვის. ალბათ მე სიამოვნება თუ ეს მოხდება, მაგრამ ამავდროულად ცოტათი მეწოდება ჩემი თავი. full time არ არის ხა? არა, კაცო. ჰობია. ამ ეტაპზე ჰობია. 10 დღე ჭირდება ერთ ვიდეოს გაკეთებას და. ხო, ანუ ამ ეტაპზე ჰობი უფროა ვიდრე რაღაც full time-ი. ანუ გეგმავ რომ ეგ გახდეს. მე კითხვას არ გამიჩნდა რომ შენ სხვა სამსახურით დროს თუ გექნებოდა და. კი, როგორ არა. კი, მონდომება თქვი. ვა. ხო, ეხლა მე მაგათაც მეორე პოდკასტი დავიწყე ჩემ ცოლთან ერთად მუსკულები ქვია ესე რა და იმის სამი ის ქონდა დადებული ეპიზოდი და ანალიტიქსი ჩაუყარე ეს სკრინშოტები Gemini-ის. და ეს აუდიტი გამიკეთა ასე ვთქვათ რა და რაღაც ჩემები მომცა და იქ იყო რომ აი 30 წამამდე მოასწარი ამის თქმა და მე 30-40 წამში ეს ჩაატიე და რაღაცები და შემდეგ ვიდეოზე გავაკეთე და სხვადასხვა კაი სტატისტიკა გამოსწორდა მაგრამ ხო იქ spikes-აც ხო გაჩვენებს ანალიტიკაში ის რო არის რამდენ წამზე გაჩერდა მაყურებელი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის. ხო და აი რაღაცა ძალიან დიდი ისმის სხვაობა რა. შენ თავებადაც ხო ყოფ ეგეც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ აი VidIQ-ს extension-ი გიწერია. არა. არის კარგი extension-ი, Chrome-საც აქვს და მგონი ოპერასაც უნდა. ვიცი ხო, მაგრამ არ გამიყენებ რა. კარგი რაღაც არის რა, ანუ 100-დან 100 ვდებ სულ იმაში. მეუბნება გრძელია თუ არა სათაური. thumbnails თუ აუტვირთა უბრალოდ პლუს ქულა იქ thumbnail-ის ანალიზს ნამდვილად ვერ ახერხებს რა. აღწერა, მერე აღწერაში keyword-ები რამდენად არის ამ სათაურის, მერე სათაურის keyword-ები რამდენად არის თეგებში გაწერილი, თეგებს რამდენად იყენებ, ანუ 500 ის გაქვს რა. სიმბოლოს ლიმიტი მგონი თუ 5000, არა 500. მაგ 500-ს იყენებ თუ არა. მერე თვითონ არხის თეგები გაქვს თუ არა. მაგის გარდა შენ მთელი ამ პოდკასტის განმავლობაში, აი დავუშვათ შევეხეთ საკითხს twins-ზე, ხო? შეგიძლია რომ მაყურებელს შევახსენებ, რომ გვაქვს ჩაწერილი პოდკასტი ამ და ამ ადამიანთან, twin-თან დაკავშირებით და აი აქ მიეჭირეთ თითი გაიშვირო და ზევით ესეთი pop-up-ებით რო ხდება YouTube-ზე. ეგ ჩასვა მაგ მომენტში. ეგ ეს დაგეხმარება. ეგ ხარი? კი, როგორ?
ახლაც არის, კი. ანუ ეხლა მე რომ ფსიქოპათებზე რომ აქვს ვიდეო ჩაწერილი, იქ მაქვს ნათქვამი ესეთი რაღაცა, რომ ეგ ბოლოში შეგიძლია, შუაში შეგიძლია, ხა? შუაში შეგიძლია. ეგ სხვა რაღაცა. შენ აბა ბოლოში რაღაც ერთი ვიდეო რო არის და არხის გამოწერის ღილაკი. ხო, არა, მაგაზე არა, ეგ არის კარდები. არა, ეგ არის end screen კიდე კარდებზე. შუაში შეგიძლია. კარდები ადრესე ხტებოდა ხოლმე და მე რაღაც ერთი პერიოდი გაქრა, არა, ახლაც არის. ანუ არ ვიცი გაქრობის ანუ იქ აღარ გამოდიოდა კუთხეში რა. კი, ეხლა გამოდის რა. და იმიტომ გეუბნები რომ მე რომ ამ ფსიქოპათებზე ვაკეთებდი იქ ერთ-ერთი კადრი იყო სადაც საუბრობ იმაზე რომ ანუ აგერ ჩემ მაყურებელსაც ციხის თემა უფრო მეტად მოსწონს და რაღაც ალკაპონე მეთქი და ისე თუ არ გაქვთ ნახი აგერ აქ მიაჭირეთ მეთქი და ნახავთ თქო რა და მაგ ვიდეოს დადების მერე იქ ანალიტიკა ესე flatline მიდიოდა უკვე და ისე ვაიწია მარტო იმიტომ რომ ვიღაცას ვისაც ნანახი არ ქონდა დაინტერესა მიაჭირა ხო მაგდეს ხო ეუბნები რომ გადართე ხა იმიტომ ის მე უნდა მოუბრუნდეს და დააჭიროს ხო ანუ ისე ჩემ არხზე არ გადადის. ხო, მაგრამ ამ ვიდეოს აკლებ. არა, ამ ვიდეოს არ ვაკლებ რეალურად. ამ ვიდეოში call to action-ი რო არის გამოყენებული, ესე იგი ეს ვიდეო ძალიან მაგრად მუშაობს. ანუ ნახე, მაგის ამის ნახვა არ დაეცა ნებელი რაღაცა. არა, ეგრე. აი ნახე, შენ რო დადო ვიდეო, სადაც ეუბნები მაყურებელს რაღაც გამოცანას და ეუბნები რომ მოდი ახლა მე თქვენ 5 წამს მოგცემთ. არ დააპაუზოთ. და კომენტარებში ან დააპაუზეთ და კომენტარებში დაწერეთ რაღაცა. YouTube-ი რო ხედავს რომ იმ კონკრეტულ მონაკვეთში რაღაც 10000 მაყურებლიდან 7000-მა დააპაუზა, ხვდება რომ მან რაღაც მოხდა და მაგითო დააპაუზა. და არა იმიტომ რომ მაგ კონკრეტულ მონაკვეთში ვიდეო მოსაწყენი გახდა და დააპაუზეს და მოდი მე გავაგზავნო. ანუ პატარა არ არის რა ეს ალგორითმი, ერთი დიდი მექანიზმია, ასე რომ თან YouTube-ს აწყობს რა იცი? აი TikTok-ისგან განსხვავებით. TikTok-ზე თუ კი შენ ტვირთავ შენს მონაკვეთებს ან Instagram-ზე და ეს call to action-ია რომ YouTube-ზე გადაგიყვანოს, TikTok-ი რო ხედავს რომ მომხმარებელი პლატფორმამ დაკარგა რაღაც გარკვეული დროით შენი ვიდეოთი არაერთხელ, შენს ვიდეოებს უკვე იმას blacklist-ში აგდებს. ხო რა, ანუ blacklist-ში აგდებს რა და YouTube-ზე კიდე ანუ ერთი ვიდეო და მეორეზე გადახდა. ეგ რატო აწყობს YouTube-ს? ყოველი ახალი ჩართული ვიდეო ნიშნავს პირველ ორ რეკლამას. ხო, ორ რეკლამას. ანუ პლუს დამატებით შემოსავალს. ასე რომ YouTube-ზე გაწყობს. ხო, ასე რომ YouTube-ი ყველანაირად პირიქით წინ წავწევს იმ ვიდეოს, რომელმაც მაყურებელი აიძულა, რომ კიდევ ერთი ვიდეო ჩაერთო და კიდევ ერთხელ ენახა რეკლამა. ხო, გასაგებია. კაი, ბოლოს შეკითხვა. რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი. ყველას თავისი აქვს ალბათ. ცხოვრების აზრი. შენთვის შე როგორ უპასუხებდი შენთვის რა არის რა? ჩემთვის ის არის რომ რაღაც საბოლოო დანიშნულების ადგილამდე სანამ მივალ რა გზასაც გავივლი მაგ გზაზე რაც შეხვდება მაგ რაღაცებით თკბობა ვისწავლა. იმიტომ რომ გონია რომ რაღაც აქედან აქამდე მიმავალი გზა უფრო საინტერესოა რა, რაღაც წარუმატებლობიდან წარმატებულობამდე. ანუ, ნახე, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ყველას უყვარს. მაგრამ მანამ სანამ მერაბ დვალიშვილი ჩემპიონი გახდებოდა, მანამ სანამ რემონტს აკეთებდა. და ვიღაცის სახლში კედელს ამტყრობდა, არავის არ უყვარდა. მაგრამ მერაბი ეხლა დღეს რო ჩემპიონია, მერაბს ყველაზე მეტად უყვარს ის თავისი თავი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საამისოდ. და ჩემპიონის კამარი კი არ უყვარს. ანუ კამარი არ იყო მიზანი რა. ანუ კი, კამარი მიზანი იყო, მაგრამ არა რაღაცა ისეთი, რის გამოც ცხოვრება ღირს. ანუ ცხოვრება ცხოვრებისთვის ღირს რა. და შესაბამისად ცხოვრების აზრიც ის არის, რომ იცხოვრო. არ იცოცხლო და იარსებო. ანუ მე ძალიან მიყვარს ერთი ფილმი Peaceful Warrior ქვია, მშვიდობიანი მეომარი. იქ არის ერთი ესეთი ფილოსოფოსი ისა ბენზინგასამართი სადგურის მომსახურე პერსონალი, რომელიც ერთ-ერთ სპორტსმენს ეხმარება რაღაც ეგოს მოკლაში რა. და იქ არის ესეთ სცენა, ამ დღეებშიო წავიდეთო, მზად ხარო და რა მაგა რაღაცას გაჩვენებო. მიიყავს დაღლის და ვერ მოვედითო და კი როგორ არა მოვედითო. აბა, აი ზუსტად ზედ გახარო. რაზე მეუნებიო და ქვას გამოაცლეს და შანსი არ არის ამ ქვის გამო მომიყვანეო და არ ქვის გამო არა გზის გამო მოგიყვანეო. რა მშოლობა აქ სად მიდიხარ? მთელი გზა ესე იყავი და იქ რომ მივალ და რაღაც. და რომ მოხვედი რა მიიღო. იმიტომ მეუნება ამას რომ ამბიც უნდა რომ ოლიმპიური ის გახდეს ჩემპიონი იმაში
ტანვარჯიში რა. და აქაც ეგაა ცხოვრების აზრი რაღაც მიზნების მიღწევა არ არის რა. მიზნების მიღწევად პროცესში დაბრკოლებების გადალახვა, საკუთარი თავის გამოწრთობა, ეგ რა. მომენტით ცხოვრება. ხო, მომენტით ცხოვრება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო კითხვებისთვის, მართლა საინტერესო კითხვები. დიდი მადლობა რომ რაცა ესეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც გამონახეთ ჩვენთვის დრო. გამოიწერეთ ამ ადამიანის არხი, არინანეთ ნამდვილად, ბევრ საინტერესო რაღაცას გაიგებთ. ჩვენი მხარდამჭერი იყო სოკარი და გემშვიდობებით ერთი კვირით. მადლობა. კარგად. მადლობა.